მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ვიცი რომ უამრავი საცობი გადალახეთ ამ საშინელ სატრანსპორტო დერეფნებს და ლაბირინთებს გამოეკეცით და მაინც მოხვედით აქ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მივესალმები ჩვენს რეგიონებს, რომლებიც ხაზზე არიან, ჩვენი ხმა ისმის საუნივერსიტეტო ქალაქებში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, გვისმენენ ასევე ცალკეულ ადგილებში ჩვენი მსმენელები. დიდი მადლობა მათაც მობილიზებისთვის და დარაზმისთვის. ცოტა პრობლემები შეგვიქმნა საჯარო სახებ კანონმა, რამდენიმე შესანიშნავი და რეგიონებში შეიძლება მათ შეიძლება ვეღარ გამონახონ ჩვენთვის დრო, მაგრამ მაინც თუ გადავრჩით მომავალი წლიდან სხვა ფორმატით და სხვა საშუალებებით გავაგრძელებთ მუშაობას. მოკლედ, მისალმება გავაგრძელოთ ჩვენი ძვირფასი სტუმრის წარდგენით. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი შაკო ჩიხლაძე, რომელიც ერთ დროს თქვენაირი მსმენელი იყო ამ სახალხო უნივერსიტეტისა და 10 წლის წინ მსმენელი იყო სახალხო უნივერსიტეტისა, მაგრამ დღეს არის უკვე პრეზიდენტი. ბატონი შალვა გახლავთ ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. კითხულობს ჩინეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გახლავთ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯიუს პროფესორი ჩინეთის ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულებით. და ცოტა ხნის წინ შაკომ თავად მითხრა, რომ ემზადება ეს უნივერსიტეტი იმისთვის, რომ აამუშავოს ჩინეთის კვლევების საბაკალავრო პროგრამა, სინოლოგიაში საბაკალავრო პროგრამა, ასე რომ ძალიან დიდი სიახლეები გველის აი ამ მიმართულებით. შალვა თვითონ სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ამ ლეგენდარულ, გამორჩეულ ფაკულტეტზე, სამჭედლოდ ქცეულ ფაკულტეტზე, რომელმაც უამრავი მეცნიერი, მოქალაქე, ლიდერი გამოზარდა. ასევე იგი ჩინურ ენასა და კულტურას სწავლობდა ჭეძიანის უნივერსიტეტში ხანჭოუში. შემისწორა პრონანსი შაკო, მგონი ეხლა არაფერი არ შემშლია, ხო? ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდა ჟენმინის უნივერსიტეტში პეკინში. ჟენმინი სახალხოს ნიშნავს, ხო, ხალხის და რაღაც პარალელები შეიძლება გავავლოთ ჩვენ სახალხო უნივერსიტეტსა და ამ სასწავლებელს შორის. ბატონი შალვა ასე ვთქვათ, პიონერი არის, ერთ-ერთი პიონერი არის აი ამ დარგის სინოლოგიის ახალ ეტაპზე გადაყვანის თვალსაზრისით და ანუ ჩინეთის კვლევებს იგი ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ხოლმე თავის მეგობრებთან ერთად, ასოციაციის წევრებთან ერთად და სხვა მეცნიერებთან ერთად წიგნების გამოცემით, მომზადებით და გამოცემით. შაკო არის ერთ-ერთი თანაავტორი წიგნისა ჩინეთის ისტორია. ეს გახლავთ პუბლიკაცია, პირველი ქართული გამოცემა, რომელიც მოიცავს ჩინეთის მდიდარ ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე. და ეს მონუმენტური ნაშრომი აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ აი ამ უძველესი ცივილიზაციის მრავალ 1000-წლეულიანი ცივილიზაციის ისტორიას მშობლიურ ენაზე ქართულად გავეცნოთ. ასევე შაკო გახლავთ ერთ-ერთი სულისჯამდგმელი აი ამ წიგნისა, გამორჩეული წიგნისა, მისი სახელწოდება ჩინეთისმცოდნეობის საფუძვლები. ის კითხვას თავაზობს მიმოხილვას ჩინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, საზოგადოების, კულტურის, ხელოვნების, ენის, პოლიტიკური სისტემის, რელიგიური წენა-წარმოდგენებისა და სინოლოგიის, როგორც მეცნიერების ისტორიის შესახებ, ხო? ანუ ეს წიგნი ფაქტობრივად არის კომპასი, რომლითაც შეიძლება ადამიანი შევიდეს სინოლოგიის სამყაროში და აღმოაჩინოს სხვადასხვა სფეროები და სხვადასხვა მიმართულები, რომლებიც შეიძლება ამ დარგში დახვდეს.
მარტო შალვაზე რო არ ვისაუბროთ, მაინც მე მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა თვითონ ჩინეთის კვლევების კავკასიურ ასოციაციაზე. ჩვენმა ასისტენტმა მომივზადა პატარა ის ჩამონათვალი რა ღონისძიებებს ახორციელებს ეს ორგანიზაცია და მართლა გაოცებული აღმოჩნდი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ვებგვერდს აწარმოებენ ისინი, სადაც უამრავი მნიშვნელოვანი მასალა იტვირთება სინოლოგიის საკითხებზე და ზოგადად ჩინეთის შესახებ ატარებენ სხვადასხვა ტიპის კონფერენციებს. ინტერნეტში შესაძლებელია მოძებნოთ ამ ასოციაციის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციები. თვითონ ამ ორგანიზაციის წევრები მოგზაურობენ სხვადასხვა ფორუმებზე, აი ბატონი შალვა თვითონ სოფლიო სინოლოგიის ცენტრის მიწვევით იმყოფებოდა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თავს უყრიდა 2500-მდე ექსპერტს სოფლიოს ყველა წერტილიდან და ისინი განიხილავდნენ აი ამ სინოლოგიის შესწავლის და არამხოლოდ საკითხებს. რა ვითარება, განვითარების რა ეტაპზეა და ასე შემდეგ და იქ პლენარულ სხდომაზე ბატონი შალვა სიტყვით წარსდგა. აი სულ ბოლო ცნობა იყო სიჩუანის პროვინციის პანდების კონსერვაციის და საგანმანათლებლო ცენტრში იმყოფებოდნენ ისინი და გეგმავენ რაღაც ფორმებს თანამშრომლობის პანდების კონსერვაციის ცენტრთანაც კი იქ რო ჩავიდნენ და გაეცნონ ახალგაზრდები აი აქ ყოფას და სხვადასხვა კურსდამთავრებულთა ასოციაციებშიც უკვე აი ამ ქართველი სინოლოგები დაწინაურებულები არიან. ასე რომ ეს დარგი ვითარდება სერიოზულ საფუძველზე, უკვე ახალ ეტაპებს აღწევს იგი, ახალგაზრდები არიან მოწინავე ძალები ამ დარგის განვითარებისა. და რაც მთავარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ აი ამ უძველესი დინამიური განსაკუთრებული ცივილიზაციის შესახებ უკვე მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაშიც ცოდნის წარმოება და ამ ცოდნის გავრცელება. და ამ საქმეს ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრებაც. დღეს შაკო წაიკითხავს ლექციას კავკასია და ჩინეთი პირობითი სახელწოდებით და მიმოვიხილავთ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც არსებობს კავკასიის რეგიონსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ შაკოს მობრძანებისთვის, მას აქვს 50 წუთი 1 საათი მოხსენებისთვის და მე მოუწოდებ ჩვენს რეგიონებს, რომ YouTube-ის live-ის ჩატში, ასევე სხვადასხვა messenger აპლიკაციებში შეგიძლიათ თქვენი შეკითხვები გამოაგზავნოთ და რა თქმა უნდა მე თქვენ უპირველეს ყოვლისა აქ შეკრებილ აუდიტორიას გექნებათ აი ამ ისტორიულ მიკროფონთან მისვლის შესაძლებლობა და კითხვის დასმის, ასე ვთქვათ, ასპარეზი. მადლობა შაკო, 1 საათი შენია. კი ბატონო, მადლობა ლევან, მადლობა მობრძანებულ სტუმრებს. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რაც უკვე ახსენა ლევანმა თავად რომ 10 წლის წინ ამ კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტში და სხვათა შორის კიდევ სხვა პროექტებშიც, რომელიც ეხებოდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას და ასე შემდგომ, მე თავადაც ვიყავი ამ მსმენელი და ძალიან კარგი მოგონებები მაქვს ამ ადგილის შესახებ და შესაბამისად მიხარია ხოლმე დაბრუნება. ეს არ არის პირველი დაბრუნება, ალბათ ემახსოვრება ლევანს, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დროს, როცა სამწუხაროდ არ ქონდა ფიზიკურად შეკრების საშუალება, 2020-ში ჩავატარეთ ლექცია დაახლოებით მეტნაკლებად ამ თემატიკაზე, რასაც დღესაც ვისაუბრებ და დღეს უკვე შედარებით უფრო განახლებულ ინფორმაციას მოგახსენებთ, უკვე პირდაპირ ფორმატში იმდენად ვრცელი ინფორმაცია მოგაწოდა ჩემზე, მე მგონი აღარაფერს აღარ დავამატებ. ცოტა გავწითლდი ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით და მოდი გადავიდეთ უშუალოდ ჩვენი თემატიკაზე, ჩვენს რეგიონსა და ამ პლანეტის ერთ-ერთ უძველეს და უწყვეტ ცივილიზაციას სახელმწიფოზე,
როდესაც შემომთავაზა კავკასიურმა სახლმა ამ თემაზე მოხსენების წაკითხვა, ფიქრობდი თუ რა თემატიკები დამეფარა, იმიტომ რომ რთულია. სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო, პოლიტიკური ფაქტორები, ეკონომიკური, სოციალური, გეოპოლიტიკური რთულია სამივე სახელმწიფოზე ერთობლივად და ყველა მიმართულებით ვიმსჯელოთ. ამიტომ გადავწყვიტე ძირითადად უფრო 90-იან წლებიდან მოყოლებული დღემდე ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ სად ვიყავით, როგორ განვითარდა ამ ორ, ასე ვთქვათ, ჩვენს რეგიონსა და პეკინს შორის ურთიერთობები, რა იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, ორმხრივი და თუნდაც მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების ხაზი, რა მოლოდინები გვქონდა, დღეს სად ვართ, რატომ ვართ იქ, როგორ მივედით და დაახლოებით მეტნაკლებად რა განწყობები აქვს თანამედროვე თბილისს, ბაქოსა და ერევანს და ასევე პეკინს ერთმანეთისადმი, იმიტომ რომ მიუხედავად ბევრი ფაქტორისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა არის განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის მქონე, შეიძლება ჩვენ ცივილიზაციურად, კულტურული თვალსაზრისით საკმაოდ განსხვავებული ვართ ამ საზოგადოებისგან, ჩვენი ვალდებულებაა, როგორც მინიმუმ, რომ მეტი ვიცოდეთ, შეიძლება რაღაცეები მოგვეწონოს, რაღაცეები არ მოგვეწონოს, რაღაცეებში დავეთანხმოთ, რაღაცეებში არ დავეთანხმოთ, მაგრამ ის რომ ინფორმაცია გქონდეს, ალბათ ეს არის საინფორმაციო ერაში, რაც არის 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ნიშა. ვფიქრობ საკვანძო და აუცილებელი, იმიტომ რომ ვიღაცებს მოსწონს, ვიღაცებს აშინებს თუ არ აშინებს, ეს სახელმწიფო არის პლანეტის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ძალა, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, პოლიტიკური თვალსაზრისითაც საკმაოდ ვითარდება და როგორც მინიმუმ ასეთი სივრცეები, სადაც ვიმსჯელებთ სხვათა შორის გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე და ასე შემდგომ, ალბათ არის აუცილებელი ისევ ჩვენივე ინტერესებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება თუ არა ინტერესი პეკინში, დიდად შეიძლება ამით არაფერი არ შეიცვალოს, ჩვენვე გამოგვადგება მათზე მეტი ინფორმაციის გონა. შესაბამისად, საუბრის თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ მე მგონი ამ თემატიკაზე 90-იანი წლებიდან დღემდე საჯარო მოხსენებას მე ვერ ვიხსენებ ჩინეთსა და კავკასიის შესახებ გარკვეული ფოტომასალებიც, ასე ვთქვათ, მინდა წარმოგიდგინოთ, იმიტომ რომ გადავავლოთ თვალი ჩვენ დაახლოებით 35 წლიან ურთიერთობის ისტორიას, აღარ შევჩერდები ძალიან შორეულ თემებზე, ასე ვთქვათ, საკმაოდ პოპულარულ აბრეშუმის გზაზე და თუნდაც ჩვენს თუ ან განსაკუთრებით სომხურ წყაროებში სხვადასხვა ტიპის ფოლკლორულ ნაწარმოებებში ჩინეთის შესახებ მე საკმაოდ ზოგად და ზედაპირული ტიპის ინფორმაციას და უფრო მეტად ალბათ მაინც დავიწყებ 90-იანი წლებიდან, როდესაც ჩვენ სამივე სახელმწიფოს მოგვეცა საშუალება დამოუკიდებლად უკვე ერთ-ერთში ქონოდა პეკინთან კოლაბორაციის, კომუნიკაციის საშუალება, იმიტომ რომ ლევონმა ახსენა ჩინეთის კვლევები და ზოგადად სინოლოგიაც სამწუხაროდ ეს აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით კვლევები, არ მხოლოდ ჩინეთი, თუნდაც იგივე კორეისტიკა და იაპონისტიკა, ეს ჩვენს აკადემიურ სივრცეში არის საკმაოდ ახალგაზრდა დარგი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს ეს იყო მოსკოვის პრეროგატივა და შეიძლება ითქვა ფაქტობრივად კავკასიაში ეს როგორც აკადემიური მიმდინარეობა არ არსებობდა, განსხვავებით ახლო აღმოსავლეთის მიმართულებისა, რომელიც ძალიან სერიოზული და მსოფლიო დონის სპეციალისტები ჩვენ გვყავს. ამიტომ 90-იან წლებიდან ავიღებ, ასე ვთქვათ, ათვლის წერტილს და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ფაქტობრივად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი დიდ სახელმწიფოებს შორის, რომელმაც პირველად მალევე დაამყარა დიპლომატიურ ურთიერთობას სამივე კავკასიურ სახელმწიფოსთან. ამ თემაში, ასე ვთქვათ, მოწინავე იყო თავიდან სომხეთი და აზერბაიჯანი, ჩვენთან ბუნებრივია საკმაოდ რთული პოლიტიკური ვიდარების გამო რამდენიმე თვით მეზობლებმა დაგვასწრეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, მაგრამ 1992 წლიდან პეკინი სამივე ქვეყანასთან ურთიერთობს, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებთანაც, მათ ასე ვთქვათ, დიდი დრო არ დასჭირვებიათ საჭოჭმაროდ, რომ აწყობოდნენ ახალ გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობას, რაც 90-იან წლებში შეიქმნა.
და აქედან იწყება ჩვენი ურთიერთობები სამივე ქვეყნის მიმართულებით და სხვათა შორის საკმაოდ გავს ხაზი ჩვენი რეგიონის სამივე ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თუნდაც შემდგომ უკვე კულტურულ ურთიერთობების მიმართულება ძალიან გავს ერთმანეთს პეკინთან. რა იყო ასე ვთქვათ ქვაკუთხედი? მოგეხსენებათ 92 წელი ჩინეთი ამ პერიოდში უკვე შუა ფაზაშია გახსნილობისა და გახსნილობის რეფორმის, რომელიც 1978 წელს იწყება დენ სიაოპინის ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალ მდივნის მეოხებით და ზუსტად ეს მომენტია 80-იანი და 90-იანი წლები, როდესაც სხვათა შორის ჩინეთი გაცილებით უფრო ღია იყო დანარჩენი სამყაროსადმი, ყველანაირ თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკურად, პოლიტიკურად, შეიძლება ითქვას მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიური ასე ვთქვათ, გარღვევებისა მენტალურადაც და ის საკმაოდ აქტიური ბენეფიციარი იყო იმდროინდელი საერთაშორისო წესრიგის, როგორც ძირითადად უფრო ეკონომიკურად, პოლიტიკური თვალსაზრისით ბუნებრივია გახსნილობის რეფორმას დიდი და ვთქვათ ძირეული ცვლილებები არ გამოუწვევია ამ საზოგადოებაში, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ საბჭოთა კავშირის მაგალითი და ძალიან უბრძოდნენ ხოლმე ძირეულ პოლიტიკურ გარდაქმნას. თუმცა გარდაქმნები ძირითადად შეეხო მმართველობას, შიდა მმართველობას და ასევე ეკონომიკური მიმართულებით და შეიქმნა ძალიან უცნაური, ჰიბრიდული, სიმბიოზური სისტემა, რომელსაც თავად თვითონ უწოდებენ როგორც სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით. საერთაშორისო აკადემიურ ლიტერატურაში ეს ტერმინი ხშირ შემთხვევაში აღინიშნება როგორც საბაზრო ლენინიზმი, ზოგ შემთხვევაში რაღაც საბაზრო ლენინიზმიც არის ხოლმე, არის ვთქვათ სახელმწიფო კაპიტალიზმი და ასე შემდგომ. საერთაშორისო აკადემიური ვთქვათ წრეები ასე მოიხსენიებენ, მაგრამ ფაქტია შერეული ეკონომიკური მოდელი, როდესაც სახელმწიფო, ბუნებრივია ძალიან ძლიერი მდგენელია მთელი რიგი ეკონომიკური ურთიერთობების, მაგრამ არსებობს კერძო საკუთრება, არსებობს კერძო ბიზნესი, კერძო ინიციატივები და ესეთი სიმბიოზური ფორმით არსებობს, შეიძლება ითქვას დღესდღეობით 2025 წელსაც კი, თუმცა დღესდღეობით სახელმწიფოს ვთქვათ ჩართულობა ცოტათი უფრო მეტად არის წარმოდგენილი, ვიდრე მაგალითად თუნდაც 90-იან წლებში იყო, როცა ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ძირითადი ფაქტორი, ხო? აქ რაიმე განსაკუთრებული შეიძლება ითქვას მოთხოვნები არ ყოფილა სამ ქვეყანასა და ჩინეთს შორის, თუ არ ჩავთვლით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რომელიც ჩინეთსაც მაშინ აწუხებდა. შეგახსენებთ, რომ ეს პერიოდია, როდესაც ჯერ ჰონკონგი და მაკაო ისევ ბრიტანეთის და პორტუგალიის შემადგენლობაში არიან, ყარაბაღის ომი მოხდენილია, ახალი, ასე ვთქვათ, სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი, აფხაზეთის ომის საერთოდ მიმდინარე იყო შესაბამისად ეს ფაქტორები ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით იყო ძალიან ტკივნეული საკვანძო ყველა მიმართულებით შესაბამისად პირველ კომუნიკეში რაც გაფორმდა სამივე სახელმწიფოს შორის საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ვაღიარებდით ერთი ჩინეთის პრინციპს ხოლო ვითხოვდით ვთქვათ ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების აღიარებას და სამაჩაბლოს და აფხაზეთის საქართველოს საზღვრებში აღიარებას, ხოლო აზერბაიჯანთან მიმართებით კიდე ისინი აღიარებდნენ მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენელ ნაწილად. ეს იყო ძირითადად 90-იან წლებში 92 წელს, როცა ჩვენ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობა, ძირითადი ხაზი და ის რომ თანასწორ რეჟიმში ურთიერთობა და ასე შემდგომ სხვა პროტოკოლური მიმართულებები იყო ისეთი, როგორიც არის ხოლმე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას სახელმწიფოებს შორის. ამ თვალსაზრისით სხვათა შორის ედვარდ შევარდნაძემ პირდაპირი და პერსონალური კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით ედვარდ შევარდნაძემ გამოიყენა თავის პირადი კონტაქტები, ის პირადად იცნობდა ჩინეთის პოლიტიკურ ელიტას ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს, სწორედ მან მოამზადა გორბაჩოვის ვიზიტი
პეკინში 99 წელს შესაბამისად ის იყო სამი ქვეყნის ლიდერების შორის პირველი ლიდერი, რომელიც 93 წელს ჩავიდა პეკინში ორმხრივი ურთიერთობა და ამ ეს მომენტი, როცა შეგვიძლია ჯერ კიდევ არ აქვს პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩინურ წყაროებს ნახულობდი ხოლმე, ის სახელმწიფოს მეთაურად არის ხოლმე მოხსენიებული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ 95 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად ოფიციალურად. შესაბამისად შეგვიძლია მაშინ დაასწრო ყველას სამი ქვეყნის ლიდერს პეკინში ვიზიტი შეხვდა ძიანწმინს, ჩასული იყო ტალიანის ეკონომიკურ ფორუმში, სხვათა შორის ამ ვიზიტზე შეგვიძლია ახდა ქართული სინოლოგიის დამფუძნებელი ქალბატონი, ქართული და ჩინური, ასე ვთქვათ, კულტურის შვილი, ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ქალბატონი ლიუ ყანდარელი, თვითონ გვიყვებოდა ხოლმე იმ დეტალებს, როცა იქ თვითფრინავში მაგალითად ამზადებდნენ სპიჩს გამოსვლას და როგორ თარგმნიდა ქალბატონი მალი შევარდნაძის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა შეხვედრებს და ესეც საგულისხმო ფაქტორი იყო, რომ მან წაიყვანა პირველი ვიზიტის დროს ორივე ქვეყნის კულტურის ერთ-ერთი შესანიშნავი, შეიძლება ითქვას, ნაყოფი და ქართული სინოლოგიის ფუძემდებელი. ამას შემდგომ მოყვა უკვე ჰეიდარ ალიევის ვიზიტი 94 წელს და ასე შემდგომ უკვე სომხეთის ლიდერებიც მოხვდნენ პეკინში და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ რომ თქვათ, რომ 90-იან წლებში რაიმე თვალსაზრისით რაღაც გარღვევა იყო ურთიერთობებში, არ იყო, ამას ჰქონდა რამდენიმე ძირითადი და საკმაოდ, ასე ვთქვათ, ლოგიკური მიზეზი. პირველი, უშუალოდ ჩინეთის მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩინეთი არის, ასე ვთქვათ, გახსნილობის პერიოდში, ის ამ პერიოდში არის, აი როგორ ვთქვათ, მსოფლიო ქარხანა, რომელიც ძირითადად უფრო მეტად არის მიმღები ინვესტიციების, ტექნოლოგიების და ასე შემდგომ, ვიდრე გამცემი. შესაბამისად, ეს არის ის პერიოდი, როდესაც თვითონ მთელი მსოფლიო შედის და ჩადის ჩინეთში და არა პირიქით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვენ საექსპორტოდ განსაკუთრებით 90-იან წლებში არც ერთ კავკასიურ სახელმწიფოს ბევრი არაფერი არ გქონდა, ხო, მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ძირითადად ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები იყო ხოლმე რაღაც ისე ვთქვათ პერიოდულად, ეტაპობრივად ჩინური მაშინ იაფიანი და არც თუ ისე მაღალი ხარისხის პროდუქტების შემოსვლა, რომელიც თურქულ პროდუქციასთან ერთად შემოდიოდა. სამწუხაროდ მეტი განსხვავებული და რამე გრანდიოზული გარღვევა 90-იან წლებში ჩვენ ქვეყნებს შორის არ ყოფილა, იმიტომ რომ კითხარი ძირითადად ჩინეთის, ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკური, ეკონომიკური სტრატეგიის გამო, თუმცა 90-იან წლების ბოლოს უკვე, როდესაც ასე ვთქვათ, 15-16, უბრალოდ 17-18 წლის შემდგომ, როდესაც მეტნაკლები სტაბილურობა კიდევ ხას უსვამ ისადგურებს ჩვენს რეგიონში, შემდგომ უკვე ამას მოყვება ეკონომიკის მინისტრების, თავდაცვის მინისტრების ვიზიტები. ხო და ერთი კიდევ ფაქტორი არ მინდა ხაზი გაუსვა 90-იან წლებში, როდესაც დაიწყო საუბარი ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, და ბაქო თბილისი ჯეიჰანს და შემდგომ უკვე ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალის ინტეგრაციაზე მსოფლიო ლოგისტიკური მიწოდების ჩაჭრის თემაში, აი თუნდაც იგივე ცნობილი ტრასეკა, რომელიც მაშინ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მეშვეობით ამოძრავდა და ასე ვთქვათ, მათი დაფინანსებით ხდებოდა მთელი მიმართულებით პროექტები, ფაქტობრივად ეს ტრასეკა იყო რა, იგივე ასე ვთქვათ, ძველი აბრეშუმი გზის აღდგენა ახალი მიმართულებით, მაგრამ ჩინეთის გარეშე. და ესეც ლოგიკურია ალბათ იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში თუნდაც ტრასეკას რუკა რო ვნახოთ, აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია, თურქეთი, კავკასია, ცენტრალური აზია და იქ ჩერდება. მაშინ სამწუხაროდ, არც ჩინეთის დასავლეთ პროვინციები არ იყო ისე განვითარებული და არც ჩინეთის, ასე ვთქვათ, სტრატეგია არ იყო, რომ სახმელეთო მიმართულებით ევრაზიულ მატერიკულ ევრაზიას დაკავშირებოდა ისე როგორც მერე უკვე 2012 წლის შემდგომ მოხდა. შესაბამისად ის ტრასეკა და მაშინდელი ლოგისტიკური პროექტების ჩანასახი, რაც ჰქონდა, ფაქტობრივად მოიაზრებოდა ჩინეთის გარეშე სწორედ ამ ზემოთხსენებული ფაქტორების გამო. თუმცა ეს მოგვიანებით ბუნებრივია იცვლება და ამას შემდგომ მოგახსენებთ. როგორც გითხარით, სიტუაციის დასტაბილურების შემდგომ 90-იან წლებიდან
წლების ბოლოს უკვე გადავდივართ უფრო შეიძლება ითქვას მეტნაკლებად ჭიდრო ურთიერთობებზე. ჩვენი თავდაცვის მინისტრი შეიძლება ბევრი თქვენგანი ახალგაზრდა ხართ და არ გებახსოვრებათ, მაგრამ ისე იცით სხვადასხვა წყაროებიდან, ტელევიზიიდან დავით ევზაძე იყო ჩინეთში, მაშინ გაფორმდა სხვადასხვა ხელშეკრულებები, ძირითადად ეს იყო ასე ვთქვათ არალეტარული იარაღის ძირითადად ეს ლოჯისტიკური მიმართულებით, ასევე ტანსაცმლის და რომელიც მაშინ საკმაოდ ისეთი ფუფუნება იყო ჩვენთვის ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე ხელშეკრულებები და 90-იან წლების ბოლოს და 2000-იან წლების თემაში ჩინეთმა დააფინანსა პირველი პროექტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმართულებით, რომელიც ხადორში, პანკისის ხეობაში აშენდა და ბარემ ერთ რაღაცას გაგიზიარებთ ლევან 2018 წელს პეკინში აკრძალულ სასახლეში ყოფნის დროს მე და ჩემი კოლეგები ეს ვსეირნობდით, ვათვალიერებდით და ქართულად მოგეხსენებათ ხმაურად, საკმაოდ ხმაურიანად საუბრობდით და უცებ ვიღაც მამაკაცი მიახლოვდება და რაღაცას მეუბნება, ოღონდ ეს რაღაც არც ქართულს გავს ბოლომდე, არც ჩინურს და როდესაც მიუბრუნდით და ვკითხეთ ჩინურად თუ რაზე იყო საუბარი, აშკარად რამდენიმე სიტყვით გამარჯობა და კიდევ ქართულად ასე ვთქვათ მომესალმა და მითხრა რომ შორიდანვე გაიგო ჩვენი ხვა და მიხვდა რომ ქართველები ვიყავით. ანუ და მოულოდნელია ხას პლანეტის ყველაზე ერთ-ერთ დიდ ქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ტურისტულ ატრაქციაზე როგორ შეიძლება ვიღაც ჩინელმა ქართული ენა გაიგოს და აღმოჩნდა ხადორის ელექტროსადგურზე მომუშავე ინჟინერი, რომელიც მუშაობდა, ასე ვთქვათ, დაპროექტების თვალსაზრისით და გატარებული ქონდა საკმაოდ ბევრი თვე საქართველოს ჩრდილოეთში. შესაბამისად ამის მერე უკვე ხო სომხები უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი სამხედრო თვალსაზრისით და სომხებმა მაგათ 90-იან წლებში შეიძინეს ალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, შემდგომ აზერბაიჯანმა ჩვენ ჩინურ შეიარაღება თუ არ მსხვილი შეიარაღება არასოდეს არ შეგვიძენია, იმიტომ რომ შემდგომ უკვე რევოლუციის მერე ნატო სტანდარტებზე გადავედით და შესაბამისად ამ მიმართულებით რაიმე მჭიდრო თანამშრომლობა არ ქონია, თუმცა სომხეთს და აზერბაიჯანს ჰქონდა ჩინური იარაღი და დღესაც აქვს საკმაოდ აქტიურად წარმოდგენილი და მგონი კი ახლა აპირებს ალიევი კიდევ საჰერო სისტემების რაღაც ნაწილის HQ-9-ს თუ სწორად მახსოვს შეძენას. თუმცა სომხებმა ჯერ კიდევ 99 წელს პირველი პარტია ალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამშვები დანადგარები მიიღეს ჩინეთიდან. ანუ შეიძლება ახლა თქვენ კითხვა გაგიჩნდეთ რომ ასე დეტალებში რატომ ჩავდივარ, მაგრამ რეალურად თუ გვინდა რომ გავიაზროთ სად ვიყავით და სად მოდით, ეს დეტალებიც საინტერესოა, იმიტომ რომ რაიმე გაცხოველებული ტიპის კომუნიკაცია 90-იანებში სამწუხაროდ არ ქონდა, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისიდან ვითარება ასე ვთქვათ იცვლება და 2000-იან წლებიდან უკვე ძიანწმინი მიდის ხელისუფლებიდან და მოდის ახალი მმართველი ხუძინთაო, რომელსაც ზოგადად ადარებენ ხოლმე ხუძინთაოს და ვემძიეპაოს ხელისუფლებას, როგორც ასე ვთქვათ, 7-10 წლეული, თითქოს არაფერი არ მოხდა, ისეთი განსაკუთრებული გარღვევა ჩინეთის თემაში, მაგრამ ჩემი აზრით 2000-იან წლების ჩინეთი იყო ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ამ სიჩუმეში, სიწყნარეში ჩინეთი გადავიდა უკვე სწრაფი ეკონომიკური ზრდიდან უკვე მდგრად განვითარებაზე, უკვე 2000-იან წლებიდან დაიწყო მწვანე მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის ქარხნების გადაიარაღება, 2008 წელს უმასპინძლეს ოლიმპიადას შემდგომ და 2010 წელს ასე ჩუმჩუმად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გახდა პლანეტის მეორე სახელმწიფო, თან ისე რომ ფაქტობრივად ამ პერიოდს შეიძლება ითქვას უწოდებენ ხოლმე თაფლობის თვეს დასავლეთთან, კოლექტიურ დასავლეთთან რაიმე ტიპის განსაკუთრებული დაძაბული ურთიერთობა თუ არ ჩავთვლით იქ პერიოდულად ტიბეტის, სინძიანის, ზოგ შემთხვევაში ჰონგ-კონგის დემოკრატიულ მიმართულებებზე, ასე ვთქვათ, დასავლური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას, რაიმე ესეთი გეოპოლიტიკური, ეგზისტენციალური დაპირისპირება არ ყოფილა ხოლმე 2000-იან წლების თემაში და სწორედ ამ დროს უკვე ჩინეთის თემაში შემოდის, ასე ვთქვათ, გარეთ გასვლის სტრატეგია, მაშინ პეკინმა იგრძნო, რომ უკვე შესაძლებელია არამხოლოდ მიმღები იყოს ტექნოლოგიების და ინვესტიციების და ასე შემდგომ, არამედ უკვე შეუძლია მას გარეთ გაიტანოს ეს ყველაფერი, თვითონ გამოდის უკვე ძირითადად უფრო ეს არის სამხრეთ აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და აფრიკა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში და კავკასიაში წვდება გარკვეული
ასე ვთქვათ, ეკონომიკური და ინვესტიციების მიმართულებით საკმაოდ მოზომილი, არც თუ ისე დიდი, მაგრამ თვისობრივად იცვლება ის, რაც იყო მაგალითად 90-იან წლებში, როდესაც ჩვენ უბრალოდ ყიდულობდით ჩინურ რაღაც იაფიან პროდუქტებს და ეს იყო მთავარი ხაზი ორმხრივი ურთიერთობის, განსაკუთრებული 90-იანებში არ ყოფილა. სწორედ ამ დროს ხდება ჩვენთან რევოლუცია, შემდგომ უკვე უკრაინაშიც და ძალიან დიდი დაინტერესება მოდის როგორც შემდგომ მე პირადად მიყვებოდნენ პეკინში ყოფნისას 2004 წლებში პეკინში ძალიან ბევრი კითხვა ისმოდა რა ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში რომ ერთმანეთის მიყოლებით ხდება ეს ასე ვთქვათ რევოლუციები შესაბამისად სურათზე ხედავთ 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტს ხუძინთაოსთან შემდგომ უკვე ილჰამ ალიევის ვიზიტს მე უკვე სომხეთის ლიდერებიც მოყვებიან და 2006 წელს ჩვენი ურთიერთობა ალბათ კიდევ ერთ ახალ ფაზაში გადავიდა გულისხმობ უფრო მეტად ბუნებრივია საქართველოს იმიტომ რომ ჩვენი პრიორიტეტი ხო ეს არის რომ უფრო მეტი ფოკუსი საქართველოზე გქონდეს აი ეს არის 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩავიდა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ვთქვათ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებითაც, შეხვდა ხუძინთაოს, ვენძიაპაოს და მაშინ უკვე იხსნება საელჩო ძალიან დავაგვიანეთ, სხვათა შორის საქართველოს ყველა დააგვიანა სომხეთსა და აზერბაიჯანზე საბეიური წლით მერე გახსნა პეკინში საელჩო. ამ პერიოდში სხვათა შორის ეს ვიზიტი აღმოჩნდა საკმაოდ ნაყოფიერი, იმიტომ რომ ამ ვიზიტიდან უკვე ძალიან მალე ქვეყანაში შემოდის პირველი, შეიძლება ითქვას, შესამჩნევი, ხელმოსაკიდი და აი გაზომვადი შედეგები დათვლადი ეკონომიკური, ასე ვთქვათ, პირველი დიდი ჩინური კომპანია, ხუალინგ ჯგუფი, რომლის სათავო ოფისი არის დასავლეთ ჩინეთში, სინძიან უიღურეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მაგრამ სწორედ ასე ვთქვათ, ხუძინთაოს და მიხეილ სააკაშვილის ამ შეხვედრას მოყვა ხოლმე ხუალინგის აქტიურად შემოსვლა, რომელიც შემოვიდა ბევრი მიმართულებით, მათ შორის იყო ქუთაისში ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დაარსება, შემდგომ მოგვიანებით უკვე ისინი ხე-ტყის ბიზნესში შედიან, შემდგომ დეველოპერულ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ოლიმპიადისთვის ქალაქსაც აშენებენ, ეგრეთ წოდებულ ხუალინგის დასახლება, რომელზეც სხვათა შორის 2010-2011 წლებში თუ თქვენ დაგუგლავთ და გადაახვევთ, ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა იყო, რომ სადღაც 129,000 ჩინელი უნდა ჩამოესახლებინა იმდროინდელ ხელისუფლებას, ბუნებრივია ახლა ეს ყველაფერი იმდროინდელი ოპოზიციის პოლიტიკური ქულების დაწერის თემა იყო, შემდგომ უკვე ისინი გადადიან ფინანსურ სექტორში, ბაზის ბანკ შეისყიდის ხუალინგის ჯგუფი და საკმაოდ ასე ვთქვათ აქტიურად არის წარმოდგენილი, შეიძლება ითქვას ეს ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ბოლო 15 უკვე შეიძლება ითქვას 20 წელია თითქმის არის ქართულ ბაზარზე და სხვადასხვა სექტორულ მიმართულებით პერიოდულად ეტაპობრივად საკმაოდ ჩემი აზრით წარმატებულად ფუნქციონირებს. ეს იწყება შეიძლება 2006-2007 წლებში. სამწუხაროდ მივდივართ ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ საკმაოდ რთულ პერიოდთან ჩვენი უახლესი ისტორიის აგვისტოს ომთან, რომელიც ზუსტად დაემთხვა პეკინში მასშტაბურ ღონისძიებას და მასშტაბურ ოლიმპიადას, რომელშიც ჩინელებმა დახარჯეს ძალიან დიდი რაოდენობით თანხა, რომ მთელი მსოფლიოსთვის დაენახებინათ, ასე ვთქვათ, ახალი ჩინეთის ეს ტექნიკური სიძლიერე და მათი ეს მასშტაბურობა, რაც ზოგადად ვინც ჩინეთში ყოფილა განსაკუთრებით ბოლო წლებში ყველა მიმართულებით შეიმჩნევა და სამწუხაროდ, იცით, ჩვენთან 7 აგვისტოს ღამე რა მოვლენებით იწყება რუსეთის ინტერვენცია და ეს მოკლე, მაგრამ საკმაოდ რთული კონფლიქტი, სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც დღესაც აქვს ბუნებრივია გავლენა საქართველოზე, სწორედ დაემთხვა პეკინში ოლიმპიადის ჩატარებას და ეს იყო ის მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყნები პოლიტიკური თვალსაზრისით მოხვდნენ შემხებლობაში, იმიტომ რომ მაშინ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც დღეს საკმაოდ გაფართოვდა და ფაქტობრივად მოიცავს მთელ ევრაზიას, სამხრეთ აზიის ჩათვლით, შეიძლება ითქვას ახალი დაარსებული იყო, ეს ითვლებოდა ჩინეთის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის სამეგობრო კლუბად.
და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ძირითადი მიზანი იყო სამბოროტებასთან ბრძოლა, რომელიც მაშინ აერთიანებდა ამ სახელმწიფოებს. ეს იყო სამი ეგრეთ წოდებული სამბოროტება: ტერორიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი და სეპარატიზმი. და სწორედ ამის, ასე ვთქვათ, აღმოსავლელთა და ამასთან საბრძოლოდ შეიქმნა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 90-იან წლების ბოლოს და თუმცა ის 2000-იან წლებიდან ამოქმედდა აქტიურად. და სწორედ მაშინ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისგან იმდროინდელი პრეზიდენტი მედვედევი და პრემიერი პუტინი აქტიურად მოითხოვდა მხარდაჭერას და ფაქტობრივად თუ სწორად მახსოვს 2008 წლის აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდა დუშანბეს დეკლარაცია. ეს იყო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პოზიცია, ოღონ არა მხოლოდ აგვისტოსამდე, თუმცა დიდი ნაწილი ეთმობოდა ზუსტად იმ კომპლექსს. თქვენ შეგიძლიათ დაგუგლოთ ეს დეკლარაცია, მაგრამ რატომ იყო საინტერესო ეს ინტერპრეტაციის საგანია, ვის მხარდასაჭერი დეკლარაცია იყო, მაგრამ თუ გადახედავთ იმ დროინდელ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და ასევე თუ გადავხედავთ შანხაის დეკლარაციის ძირითად ხაზს, ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ეს არ იყო რუსეთის მონაპოვარი იმ თვალსაზრისით, რომ ვერ მიიღო უპირობო მხარდაჭერა, რასაც ითხოვდა მაშინ მედვედევი და მედვედევის ადმინისტრაცია. ყველა სახელმწიფომ ჩინეთის ჩათვლით მაშინ არ გაიზიარეს კრემლის დღის წესრიგი და არ აღიარეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთეულებად. ბუნებრივია, ეს დეკლარაცია არ ყოფილა რაღაც საქართველოს უპირობო მხარდამჭერი და ტანკებს არ გადადგომია არც ჩინელი და არც ცენტრალური აზიის სახელმწიფოდან წამოსული დიპლომატები, მაგრამ საინტერესო იყო ის, რომ იქ თეთრი ჩავზე ეწერა, რომ მხარეები გმობდნენ ძალის გამოყენებას და მხარს უჭერდნენ ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს. ეს არის მნიშვნელოვანი. იქ არ იყო, ასე ვთქვათ, საქართველოს აუცილებლად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, მაგრამ ეს ის პერიოდია, როდესაც ხუძინთაო ამწუხაროდ განსხვავებით დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან კარგ ურთიერთობაშია კრემლთან, მაგრამ არც თუ ისე ახლოს და არ თუ ისე იზიარებდა კრემლის, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკურ ამბიციებს. შესაბამისად შეიძლება ითქვას, ალბათ გადაითარგმნოს შანხაის მაშინდელი დეკლარაცია, შანხაის დუშანბეს დეკლარაცია გარკვეულწილად წარუმატებლობად კრემლის, იმიტომ რომ ის უპირობო მხარდაჭერა მათ ვერ მიიღო, ძირითადად ტონი იყო ნეიტრალური, მოუწოდებდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, მაგრამ ის ფაქტორი, რომ აუცილებელი იყო ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა, რომელიც ზოგადად ჩინეთს ყოველთვის ჰქონდა, გამომდინარე მისი საკუთარი პრობლემებიდან, ეს უნივერსალური მიდგომაა. სამწუხაროდ უკრაინის კონფლიქტამდე შეიძლება ითქვას საკმაოდ სწორხაზოვნად თანმიმდევრული იყო ხოლმე ამ მიმართულებით. ფორმალურად უკრაინასთანაც თითქოს ინარჩუნებს იმ ხაზს, მაგრამ ობიექტურად რომ შევადაროთ, საქართველოს კონფლიქტში გაცილებით უფრო ნეიტრალური იყო საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტში, ვიდრე დღეს მაგალითად უკრაინასა და რუსეთს შორის, იმიტომ რომ დღეს განსხვავებული გეოპოლიტიკური ასე ვთქვათ, რეალობა დგას და ბევრი ფაქტორია ალბათ რითაც შეიძლება აიხსნას დღევანდელი პეკინის პოზიცია. შემდგომ უკვე აგვისტოს ომის შემდგომ უკვე სამივე ქვეყანაში წავიდა უფრო აქტიური მუშაობა საინვესტიციო და უკვე ექსპორტის მიმართულებითაც და განსაკუთრებით 2010 წელს, როცა ჩინეთი გახდა ნომერ მეორე ეკონომიკა, სულ უფრო და უფრო აქტიურად გაისმოდა ხოლმე ამ ქვეყანასთან უფრო მეტად მჭიდრო ურთიერთობების დამყარების და განვითარების ხაზი. და მაგალითად რომ შევადაროთ აზერბაიჯანის სტატისტიკა, ეს არ არის ძალიან დიდი, ჯამურად რომ ვთქვათ, მაგრამ 95-2011 წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მონაცემებით დაახლოებით 102 მილიონამდე იყო დოლარამდე იყო ჩინეთიდან პირდაპირ FDI, რასაც ეძახიან პირდაპირ ინვესტიცია არასანავთობო სექტორში, ხოლო ძირითადად მოგეხსენებათ ლოგკურიც არის ნავთობის მიმართულებით დაახლოებით $600 მილიონ შეადგენდა ხოლმე და ეს
შედარებით უფრო ასე ვთქვათ მზარდი იყო 2007, 8, 9, 10, 11 ამ წლებიდან აზერბაიჯანთან სომხეთთან შეიძლება ითქვას ყველაზე დაბალი შემხებლობა იყო პეკინსა და ერევანს შორის საქართველოს და აზერბაიჯანი უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი თუ ჩვენ ციფრებს დავეყრდნობით და ციფრებს შევადარებთ. აი ეს პერიოდია როცა უკვე ქართული მხარე და ქართული ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა არა მხოლოდ პროდუქციას ეძებს ჩინეთში და ინვესტიციებს უკვე ფიქრობს ექსპორტის საკითხზე, ამას ემთხვევა, მოგეხსენებათ ემბარგო 2006 წელს და მაშინ სამწუხაროდ ბევრი საექსპორტო პროდუქცია დღესაც არ გვაქვს და მით უმეტეს მაშინ, მაგრამ ერთ-ერთი ქართული მთავარი საექსპორტო მიმართულება, შეიძლება ციფრებში არ თუ ისე მთავარი, მაგრამ ალბათ ჩვენი კულტურისთვის მთავარი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ღვინო და სპირტიანი სასმელები, სწორედ ამ პერიოდში ციფრებშიც მთავარი არის. ციფრებში ღვინო არ არის მთავარი ლევან თუ დაუკვირდებით ახლა გაცილებით ჭარბობს ხოლმე ფერადი ლითონები და ასე მათ შორის ჩინეთშიც. ეგ საინტერესოა ის ფაქტორი რომ დღეს რომ არის საკმაოდ აქტიურად ეს იშვიათი მინერალების მიმართულებით მითქმა-მოთქმა და გახდა ერთ-ერთი ფაქტორი გეოპოლიტიკური ჭიდილისა თუ გადავხედავთ შინაარსობრივად ექსპორტს ბოლო თუნდაც რა ვიცი აი 10-15 წლის განმავლობაში საქართველოსდანაც და სომხეთთან სამივე ქვეყნიდანაც ზირთად არის სფერადი ლითონები, სპილენძი და ასე შემდეგ RMG Gold-იც როგორც ვიცი ახორციელებს მისი მინარევების ექსპორტს, აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის ექსპორტიც მიმდინარეობს და თვითონ პროპორციულად ვინო არ არის ის. მეც სხვათა შორის მეგონა ხოლმე, მაგრამ ფაქტია სტატისტიკა სხვა შეუნება. და ამ პერიოდში არის უკვე როცა შედის ქართული კომპანიები ეტაპობრივად ჩინურ ბაზარზე 2009-11 წლიდან დღეს პროცესი დღემდე გრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ მეგობრებო რაც არ უნდა გქონდეს სურვილი და აღქმა იმისა რომ სამყაროს ჭიპი ვართ, ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ არის, ჩინეთში ცნობადობის თვალსაზრისით ქართულ პროდუქციას მით უმეტეს ღვინოს, როცა არსებობს ფრანგული, ასევე ჩილეური, ავსტრალიური, იტალიური და ესპანური ღვინოები ქართულ ღვინოს არ ჰქონდა ცნობადობა, თუმცა რეალურად ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ამ თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და მეტნაკლებად ეს ასე ვთქვათ ნიშა ასე თუ ისე ნორმალურად გვაქვს, მაგრამ ჩემთვის რაც სამწუხაროა, ამწუხაროდ ქართული ღვინის კომპანიები არ ცდილობენ ხოლმე მაღალ საფასო სეგმენტში შესვლას და რაც მინახავს ხოლმე ხშირ შემთხვევებში ზირთად დაბალ ან საშუალო ფასიან სეგმენტს ეთამაშებიან, ეს ალბათ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ვისურვებდი რომ ბევრი ობიექტური ფაქტორის გამო ქართული ღვინო გაცლებთ უფრო მაღალ საფასოს კატეგორიაში ყოფილიყო წარმოდგენილი ჩინეთში. ხო, ვახსენეთ უკვე 2010-იანი წლები, როდესაც აი დღეს რომ ექსპორტარდება შანხაიში, სადაც არის წარდგენილი საქართველოსთან 40 სახელმწიფო, ეს ბევრი წელია ტარდება, 2010 წლიდან სომხეთიც აქტიურად მონაწილეობს, როგორც ჩვენ, მაგალითად საქსიანმა წინა პრეზიდენტმა გახსნა ერთ-ერთი პავილიონი და მის ფოტო მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. აი უკვე ჩვენთან ერთად სომხეთიც ცდილობს თავისი სპირტიანი სასმელების ჩინურ ბაზარზე დამკვიდრებას, თუმცა მოგეხსენებათ ჩინური ბაზარი თავისი მენტალური და ბევრი სხვადასხვა კულტურული ფაქტორებიდან გამომდინარე ძალიან რთულია ხოლმე ჩინელებთან ურთიერთობა, მოითხოვს მოთმინებას, გრძელვადიან სტრატეგიას, იმიტომ რომ კომერსანტი ერია, აი ისევე როგორც ჩვენი მეზობელი სომხები ან თუნდაც ჩვენი ძალიან ახლო ისრაელელები შესაბამისად არ არის მარტივი მათთან ეკონომიკურ თემებში ჭიდილი, იმიტომ რომ აუცილებლად საჭიროა ხოლმე გრძელვადიანი და ესეთი შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიის წარდგენა და ამის მიმართულებით მუშაობა. ამასთან ერთად კიდევ ახალი სიახლე შემოდის თუნდაც იგივე ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში, ჩვენ ვისაუბრეთ რაღაც იაფიანი პროდუქცია, შემდგომ ექსპორტი, ინვესტიცია, მაგრამ 2010-იანი წლებიდან უკვე ჩინური კომპანიები ქართულ ტენდერებში შემოდიან
ლევან კი იცნობს უკან თუ დაინახავს პატივცემულ ძველ ინფრასტრუქტურის მინისტრს, როდესაც შემოვიდა მაშინ ჩინური კომპანიები სინოჰიდრო, რომელიც სხვადასხვა სამწუხაროდ არც თუ ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობს მის ასე ვთქვათ მენეჯმენტის და თემების გამო, მაგრამ ეს სწორედ 2010-11 წლებშია შემოსული საქართველოში რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციის თემებზე, შემდგომ კიდევ სხვადასხვა პატარა პროექტებში უკვე ამ მომენტიდან ჩინური კომპანიები საქართველოშიც და აზერბაიჯანში უფრო მეტად სანავთობო და ნავთობის მიმართულებით შემოდიან და რა სხვადასხვა ტიპის პროექტებს ახორციელებენ. ესეც შეიძლება ითქვას ახალი ეტაპი ჩვენ რეგიონსა და პეკინს შორის ურთიერთობებში. თუმცა დგება 2012 წელი, როდესაც ბევრი რაღაც იცვლება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, მაგრამ უფრო მეტად ჩინეთის ცხოვრებაში, იმიტომ რომ 2012 წელს გვადაგაზდის ხუძინთაოს, რომელიც იყო პოლიტიკურად ასე ვთქვათ დენსიაოპენის გუნდის პლეიადის გამგრძელებელი და მოდის ერთი შეხედვით ძალიან წყნარი ტექნოკრატი, უამბიციო ვიცე-პრეზიდენტი და ცნობილი მამიშვილი სი ძინპინგი, რომელიც მუშაობდა ძიანსუს და უკაცრავად ფუძიანის და ჭეძიანის პროვინციებში დაბალ თანამდებობაზე და იქ გაიკეთა ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში საკუთარი კარიერა. ის ასევე მსხვერპლი იყო კულტურული რევოლუციის, ბევრ თქვენგანს მოგეხსენებათ ეს საინტერესო 60-იან წლებში სოციალურ პოლიტიკურ და კულტურული მოვლენა, როდესაც მარტივად რომ თქვა და მოკლედ რომ ვახსენო მაომ პარტიას საკუთარ პარტიას გამოუცხადა და ომი ხუნვეიპინებით, ანუ ახალგაზრდა თაობის ჩინელი სტუდენტებითა და მოსწავლეებით შეიძლება ითქვას მან მთელი პოლიტიკური ელიტა გვერდზე გადაწია, მათ შორის იყო სი ძინპინის მამაც და ის ამ ყველაფრის გამო 7 წელი მოუწია შანსის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში ასე ვთქვათ ცხოვრება ბრჭყალებში და განათლების მიღება და სწავლება დაევალა გლეხებისგან, რომელიც სხვადასხვა იმერეს მოგვიანებით საკმაოდ კარგად გამოიყენა და ხშირად იყენებდა ხოლმე მის პოლიტიკურ ასე ვთქვათ სტრატეგიაში, რომ მან როგორ ისწავლა ასე ვთქვათ დაბალი ფენისგან, პროლეტარებისგან და ის როგორ იყო მიუხედავად იმისა, რომ ის ასე ვთქვათ იყო მაღალი ეკონომიკური, პოლიტიკური ელიტიდან, მაგრამ ამ 7 წელმა ის როგორ დაახლოვა ჩვეულებრივ ადამიანებთან, პროლეტარიატთან და ის ამ 7 წელს, რომელიც შეიძლება ტრავმირებული ყოფილიყო ვიღაცისთვის, ტრავმაყოფილიყო, მისთვის ეს აღმოჩნდა ძალიან ესეთი რეკლამის და სიძლიერის ერთ-ერთი მაჩვენებელი. რა ხდება 2012 წელს? მოდის და ძალიან მალევე უკვე ერთ წელიწადში ის ჩინეთი შემოდის ძალიან აქტიურად მსოფლიოში εν რაოდენობის ინიციატივებით, პროექტებით, ინსტიტუტებით, ხედვებით. ანუ ჩვენ ფაქტობრივად 2012 წლიდან გვაქვს რომ დავყოთ ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ზოგადად და ჩინეთის პოლიტიკა და ეკონომიკის სტრატეგია. ხო შეგვიძლია ეს დავყოთ სამ ფაზად. ერთი 1959 წლიდან 76 წლამდე ეს პერიოდი, 75 წელს გარდაიცვალა მაო ძედუნი, მაგრამ 75-76 წლამდე, 78 შემდგომ უკვე პრინციპი 78 წლამდე შეგვიძლია მოვიდეთ, მეორე 78-დან 2012 წლამდე ეს გახსნილობის რეფორმა და 2012 წლიდან დღემდე, ის ეგრეთ წოდებული ახალი ერა, როგორც ასე უწოდებენ ხოლმე სხვადასხვა სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები ამ პერიოდს, როდესაც გახსნილობა ფაქტობრივად გახსნილებისა და რეფორმების ერა შეიძლება ითქვას ნაწილობრივ გრძელდება, მაგრამ გაცილებით უფრო აქტიური, გაცილებით უფრო პროაქტიული, ხისტი ზოგ შემთხვევაში რაღაც თვალსაზრისით აგრესიული, მაგრამ არა სამხედრო თვალსაზრისით ამას ხაზი მინდა გაუსვა, ასე პოზიციონირებს ჩინეთის ახალ რესპუბლიკა 2012-დან დღემდე და შეიძლება ითქვას ის ხანის დასაწყისი ეს პერიოდი, როცა ის გამოდის პირველი 2013 წელს ყაზახეთში ნაზარბაევის უნივერსიტეტში, სწორედ ამ ფოტოს ხედავთ პრეზენტაციაზე
საარტყელისა და გზის ინიციატივით, ოღონდ თვითონ სახელი ბევრჯერ შეეცვალა და ბოლო-ბოლო ეწოდა საარტყელისა და გზის ინიციატივა, რომელიც იმ პერიოდში ძალიან დამაბნეველი აღმოჩნდა მთელი, ასე ვთქვათ, დასავლური აკადემიური, ან მხოლოდ დასავლური ქართული აკადემიური სივრცეს, იმიტომ რომ მეც ზუსტად ამ პერიოდში ვიწყებდი ჩინეთით დაინტერესებას და ძალიან დიდი იმედები იყო და ვერ დავიჭირეთ მაშინ ვერც ქართულმა და ეს არ არის ქართული საზოგადოების პრობლემა მხოლოდ არა ქართულმა საზოგადოებამ ვერ გავიგეთ ზუსტად რა შვებოდა მაშინ ჩინეთი. ეს ვიღაცეებში ეს გადათარგმნილი იყო როგორც რაღაც ლოგისტიკური ინიციატივა, რომელიც A-წერტილიდან B-წერტილამდე გადაზიდავდა რაღაც და სადაც გაივლიდა ეს გზა აყვავდებოდა და შემდგომ ყველა ვცდილობდით დაგვემტკიცებინა პეკინისთვის, რომ ჩვენი მიმართულება უფრო ეფექტური, მოკლე და მომგებიანი იყო, მაგრამ რეალურად ეს იყო ჩინეთის გარეთ გასვლის და გლობალურ ცხოვრებაში, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ინფრასტრუქტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი გეგმა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება არის ეს ლოგისტიკური ხაზი და ასევე ეგრეთ წოდებული supply chain, რაც არის მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის ჩინური მეთოდი, რომ ის აღარ ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ საზღვაო მიმართულებაზე დამოკიდებული და ქონოდა როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო სარკინიგზო კომპონენტი და ასევე უფრო აქტიურად ყოფილიყო ის ინტეგრირებული მსოფლიოში და ასევე პირიქით მსოფლიო მაშინ, იმიტომ რომ ბუნებრივია პეკინს მუზარმაზარი ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის სჭირდებოდა როგორც ის რომ მას ჰქონდეს გასაღების ბაზარი უსაფრთხოდ, აი თავის პროდუქცია გაყიდოს თელ მსოფლიოში სტაბილურად და ასევე მიიღოს ის რესურსები, რაცაც თქვა თვითონ არ აწარმოებენ გულისხმობ ბუნებრივ რესურსებს. დროის თემაში ვიცი რომ ცოტა შეზღუდული გვაქვს, ამიტომ შეზღუდული ვართ, ამიტომ ცოტა სწრაფად გადავლი რაღაც მიმართულებებს. შემდგომ უკვე 2013 წლიდან 15 წელში, როდესაც 2 წლის განმავლობაში მეტნაკლებად კონტურები გამოიკვეთა საარტყელისა და გზა ინიციატივით, ამ შემთხვევაში თურქეთმა აიღო ინიციატივა და პეკინთან წარადგინა ხედვა, ეგრეთ წოდებული შუა კორიდორის, რომლის ნაწილის ბუნებრივია ჩვენც გავხვდით თურქეთთან და აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად. და ამ შემთხვევაში თურქეთის ხელისუფლება პეკინს თავაზობდა ბუნებრივია ჩვენ შუა კორიდორის მიმართულებას თავის ბაქო-თბილისი ყარსითა და საკუთარი სახმელეთო სარკინიგზო და საზღვაო პროექტებით, რომ ევროპის მიმართულებით ამ კუთხით მოხდენილიყო ტვირთების გადაზიდვა, იმიტომ რომ თუ ამ თემით დაინტერესებული ხართ, ყველაზე უფრო დიდი ნაწილი სახმელეთო მიმართულებით მოძრაობს ძველი ტრანსციმბირული მაგისტრალიდან, რომელიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს აიგო და კვეთს მთელ რუსეთს, შემდგომ გადის ბელორუსიაში და ბუნებრივია პოლონეთში და მერე უკვე იქედან ევროპაში. 2015 წელს ერდოღანის ეს ინიციატივა, შემდგომ უკვე საქართველოს ასე ვთქვათ, პიონერი აღმოჩნდება კავკასიურ ქვეყნებს შორის და იწყებს თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას, რომელიც ერთ თუ წელიწადნახევარში სრულდება და ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან. ხო, ეს რატომ ვიღაცები ხშირად მეკითხებიან, რატომ დაგვთანხმდა მაშინ ეს სწრაფად ჩინეთი? ბუნებრივია, ხა საქართველოსთან ექნებოდა თუ არა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთის ეკონომიკისთვის, ეს რამე არაფერი არ იყო, ზღვაში წვეთი იყო, მაგრამ ეს იყო შეიძლება ითქვას იმდროინდელი პეკინის გეოპოლიტიკური ან თუნდაც გეოეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი გამოხატულება, რომ ის ძალიან დიდ პატივს ემს, ასე ვთქვათ, განვითარებად ქვეყნებს და აძლევს შანსს, რომ განვითარებას ქვეყნებს FTA-ის მეშვეობით კონდეს უფრო მეტი წვდომა ჩინეთის ბაზარზე. რამდენად ეფექტური იყო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რამდენად გამოგვადგა, ამაზე უკვე ალბათ ეკონომისტებმა უნდა ისაუბრონ, მაგრამ ალბათ მაინც ბევრი თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, მაინც დადებითი ეფექტი ჰქონდა, მაგრამ არა იმდენი, რამდენის მაგალითად მე მახსოვს, როცა ეს ფორმდებოდა მოლოდინი, როგორც წესი სამწუხაროდ ჩვენ ხშირ შემთხვევაში არა ჯანსაღი მოლოდინი გვაქვს ხოლმე, მათ შორის აკადემიურ და წრეებსაც, რომელსაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს საღი აზრისა და კრიტიკული დამოკიდებულების. იდენტური მიმართულება ბაქოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორისაც ძირითადად უფრო ასე ვთქვათ ვაჭრობა არ გაცდენია ყოველ შემთხვევაში 2024 წლის ჩათვლით
არ გაჩნდენია ბრუნვა 3 მილიარდს. თუმცა უფრო და უფრო მეც საუბრობენ, უფრო და უფრო მეც შრომობენ, ძალიან აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანის რესპუბლიკა პეკინში, მე როგორც ვიცი 50 დიპლომატი წარმოდგენილი, უზარმაზარი საელჩო აქვს თავისი ეკონომიკური სექციებით. როცა ჩვენ მაგალითად ახლა არ ვიცი, მაგრამ ჩემი სტუდენტობის დროს სადღაც 10-მდე 7 თუ 8 დიპლომატი ძლივს ყავდა და დღემდე არის საუბარი ეკონომიკური ატაშეს დანიშვნის, რომელსაც არ ვიცი, ვერ დააყენეს საშველი, საუბარი იყო იმაზე, რომ პეკინს არ დაეფარა მონღოლეთი და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა და ვერ გავხსენით საელჩო ვიეტნამში, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო ქვეყანაა. გამსგავსი ჩინეთის, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით ბუნებრივია განსხვავებული. და პრინციპში საქართველოს ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობა რო ციფრებში ვნახოთ, ხო, ბუნებრივია გვაქვს პროგრესი რაღაც მიმართულებით, მაგრამ არის საკითხები, რასაც ჭირდება მეტი მუშაობა და მე პირადად როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე არ ვარ კმაყოფილი. ასე მაგალითად მე უკვე უფრო დეტალურად ჩავშლი ჩვენ გვაქვს და საკმაოდ პოზიტიური ვიზიტორების თვალსაზრისით, იმიტომ რომ გვაქვს ორმხრივი ვიზო რეჟიმი მიმოსვლა და 2024 წელს თითქმის 90,000-მდე ტურისტი შემოვიდა, რაც შეიძლება ითქვას საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და ალბათ შემდეგ წელს თუ რაიმე ესეთი მასშტაბური ცვლილება არ მოხდა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს კიდევ აღმავალი იქნება, უზარმაზარი ბაზარია. ექსპორტიც ზრდადია, მაგრამ მე რაც ყველაზე მეტად მაწუხებს და შემდგომ გაგიზიარებთ ამ ციფრებს, ინვესტიციები არც თუ ისე შთამბეჭდავია, შეიძლება ითქვას 2014-15 წლიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად რომ დავაჯამოთ, ერთ-ერთი მე მგონი 2020 რომელიღაც წელი იყო, როცა 90 მილიონი სხვა არ გაცდენია 90 მილიონს წლიურად. საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ამას ჭირდება ზუსტად შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა და არა ყოველდღე ტელევიზორში რაღაც განცხადებების გაკეთება და თვისობრივად არის სხვა ეტაპზე სამუშაო ამ უცნაურ და საკმაოდ კომპლექსურ სახელმწიფოსთან, სადაც სახელმწიფოს ძალიან დიდი როლი აქვს, კერძო სექტორის წვლილიც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მიმართულება შეიძლება ითქვას რჩება გარკვეულწილად გამოწვევა. დღესდღეობით მაგალითად ის მეოთხე სავაჭრო პარტნიორია საქართველოში და ბუნებრივია ლოგიკურია იმპორტის რიცხვი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ექსპორტის, იმიტომ რომ საექსპორტო მიმართულებებს თუ გადავხედავთ, ერთი ვახსენე ღვინო და სპირტიანი სასმელები, ასევე დაფნა, სხვათა შორის ლევანის მშობლიური რაიონი ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი სამაგრელოსთან ერთად ამ კუთხით, საკმაოდ მოთხოვნადი იყო ქართულ დაფნაზე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვიჭირს ხოლმე ქართულ ეკონომიკურ ელიტას აქვს ხოლმე 2 და 3 წელში გამდიდრების მანიაკალური სურვილი. შემდგომ შემოვიტანეთ ჩემი ინფორმაციით ახლო აღმოსავლეთიდან დაფნები, რაღაც საბუთებში ვიმაიმუნეთ, გავუშვით დაბალი ხარისხის დაფნა და შემდგომ ქართულ პროდუქციას ასე ვთქვათ სანდოობა დაეცა ლიბანიდანაც კი თურმე ხდებოდა რეექსპორტი, ასე ვთქვათ შეცვლილი საბუთებით და თურქეთიდანაც. არ დაუშველოთ ქართული დაფნა, რომელიც ჩვენთან მოდის, რაოდენობაში ბუნებრივია ცოტა, მაგრამ საკმაოდ კარგ ფასად და კარგი მოთხოვნა იყო ერთ-ერთი რიგითი მაგალითი. შემდგომ უკვე 2015-16 წლიდან ჩინეთი ხშირ შემთხვევაში ასუბსიდირებს, ძირითადად ეს ხდება ქალაქის სიძინპინის მშობლიური ქალაქიდან, შანსის პროვინციიდან, სხვადასხვა არა მხოლოდ შანსის პროვინციიდან ბლოკმატარებლების გაშვება, როგორც ტრანსიმირის მაგისტრალის, ასევე შუადერეფნის მიმართულებით. ამ კუთხითაც შეიძლება ითქვას, გვაქვს მეტნაკლებად აღმავალი სტატისტიკა, მაგრამ პრობლემა ეს არის, რაზეა საუბარი, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამდენი წლების შემდგომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ექსპლუატაციაში შესული და სერიოზული მმართველობითი ხარვეზია, როგორც საქართველოს რკინიგზაში, ასევე ალბათ მარაბ და კარწახის მიმართულებით. შესაბამისად, საკმაოდ გვიჭირს კონკურენციის გაწევა ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, ერთი ის რომ გეოგრაფია, ერთი ის რომ ჩინეთში თვირთი დაეტვირთება, შემდგომ გადადის ან მონღოლეთში ან რუსეთის ხაბაროვსკის მიმართულებით და შემდგომ შეუჩერებლად მიდის პოლონეთის საზღვრამდე.
და მეორე, როდესაც მაგალითად ძალიან ბევრი ტექნიკური ცვლილება ჭირდება ყაზახეთი, შემდგომ აქტაუ სპორტი, შემდგომ ბაქო, შემდგომ ლიანდების შეცვლა, იქ ევროპული საბჭოთა ლიანდები, მოკლედ მთელი რიგი რეფორმებია გასატარებელი თუ მართლა გვინდა რომ ამ მიმართულებით სერიოზული შემოსავალი გაუჩნდეს ქვეყანას, მაგრამ ამ მიმართულებითაც რაღაც მეტნაკლებად, აი როგორც ცხონებულმა ნოდარ ხადურმა თქვა, რომ ბორძიკობთ, მაგრამ ბორძიკობთ სწორი მიმართულებით, დაახლოებით ასე შეიძლება ხატოვნად აღწერო. აი ზუსტად რასაც ვამბობდი, ინვესტიციების თემა სამწუხაროდ არ არის ბოლო 10 წელიწადში ეს ინვესტიციები მნიშვნელოვანი და ხელშესახები, განსაკუთრებით პანდემიის მერე ჩამოვიდა ქვემოთ, იმიტომ რომ ზოგადად მოიკლო ჩინეთიდან ჩინეთში და ექსპორტის მიმართულება შემცირებული იყო პანდემიის პერიოდში, იმიტომ რომ ჩინეთის მოქალაქეების მსყიდველობითი უნარიანობა საკმაოდ ასე ვთქვათ შეირყა იმ თვალსაზრისით, როდესაც 2 წელი ფაქტობრივად ეს საზოგადოება იყო ჩაკეტილი და ეს მაგალითად ღვინო და ისეთი პროდუქტები, რომელიც უფრო ფუფუნებისაგნად აღიქმება, აღარ იყო ხელმისაწვდომი საშუალო ფენისთვის. შესაბამისად, ეს არის ის, რაზეც მუშაობა აუცილებლად გვჭირდება, იმიტომ რომ პოტენციალი არის უზარმაზარი, მაგრამ მე პირადად, რასაც ძირითადად ვხედავ და სხვა შორის ეს ჩინურ მხარესაც არაერთხელ აღუნიშნავს პირად საუბრებში, როგორც კერძო, ასევე ძირითადად უფრო მაინც კერძო მიმართულებით, ჩვენ გაცილებით ბევრს საუბრობთ ხოლმე და გაცილებით ნაკლებად აი გაცილებით ნაკლებ საქმეს ვაკეთებთ, ვიდრე საუბრების შესაბამისად ამ თვალსაზრისითაც არის პრობლემური ალბათ ის, რომ ჩვენ FDI არც თუ ისე სახარბიელოა ჩინეთთან. და ხაი ზუსტად ამას დავარქვი ეკონომიკური პარტნიორობის პარადოქსი, თითქოს ყველაფერი კარგად არის, ანუ FDI გაფორმებულია, პოლიტიკური ურთიერთობები ნორმალურია, უვიზო რეჟიმი არსებობს, სტრატეგიული პარტნიორობაც გაფორმდა, მაგრამ ეს ციფრებში თუ არ ჩავთვლით ტურიზმს და ვიზიტორების ზრდად ციფრს, დიდად არ არის წარმოდგენილი და ალბათ ეს არის ის გამოწვევა, რაზეც შემდეგ წლებში მოგვიწევს საუბარი, იმიტომ რომ მე მიუხედავად იმისა, არ ვარ ტექნიკური სფეროს წარმომადგენელი, მაინც ციფრები არის საუკეთესო საზომი და სტატისტიკა არის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ურთიერთობის სიმჭიდროვისა, ვიდრე მხოლოდ რაღაც არიელი სიტყვები ან პოტენციური საომავლო თემები. ამასთან ერთად და ბოლოსკენ რომ გავიდეთ, ეკონომიკური და სოციალური თემები მეტნაკლებად, მოგეხსენებათ ის, რომ უკვე შემდგომ 2015 წლიდან ძალიან აქტიურად შემოვიდნენ ტენდერში მონაწილეობა მიღებული ჩინური კომპანიები, ესენი არ არიან ინვესტორები, ხშირ შემთხვევაში ეშლებათ ადამიანებს და ის მაგალითად რიკოცე ან თუნდაც ზემოთ კობის მიმართულებით არსებული პროექტები გონიათ ხოლმე ინვესტიცია, არც ერთი არ არის ინვესტიცია, ყველა არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი ვალი და სესხი, რომელიც ავიღეთ ზოგი აზიის ბანკი, აზიის განვითარების ბანკისგან, ზოგი მსოფლიო ბანკისგან ან ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან, აქ უბრალოდ ისინი არიან მშენებელი კომპანიები. ესეც წარმოადგენს, მაგრამ ეს უნებრივია ქართულ ეკონომიკაზე ინფრასტრუქტურის განვითარება კარგად აისახება, მაგრამ ეს ასე ვთქვათ არ არის პირდაპირ ასე ჩინური პრეს ჩვენი ვალია, რომელიც ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა ალბათ უნდა გადავიხადოთ ძალიან ბევრი წლების განმავლობაში. პანდემიის შემდგომ და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ, როგორც აღმოჩნდა სამივე დედაქალაქში, მიუხედავად ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და პრიორიტეტებისა, უფრო ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური მდგენელით შემოვიდა, საქართველოს ამაშიც მოწინავე იყო რა ლოგიკით და რა მიზეზით ამას აღარ ახსნი, მე მგონი თქვენც კარგად მოგეხსენებათ, პირველმა გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ჩნდა, რომელიც ზოგადად არის ხოლმე ძირითადად სიმბოლური ხასიათის და რაიმე ტიპის ნორმატიულ ვალდებულებებს არ მოიცავს. შემდგომ უკვე მოგვიანებით სომხეთმა და აზერბაიჯანმაც იგივე გააკეთა. ეს ქვეყნები გამომდინარე იქიდან, რომ თუ არ ჩავთვლით სომხეთს, რომელიც რაღაც ორსკამზე ჯდომას აქტიურად ცდილობს და ასევე მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციას, სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე არიან პარტნიორი სახელმწიფოები შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის
და სომხეთმა ასევე გამოთქვა თუ სწორად მახსოვს იმედი რომ შეიძლება ის BRICS-აც კი ყოველ შემთხვევაში ჯერ დამკვირვებელი სტატუსის სახით შევერთდეს. საქართველოს რაც შეეხება მრავალმხრივ ფორმატებში ჩვენ იყო ასეთი ფორმატი 16+1, რომელიც დღეს 14+1-ად არის გადაქცეული. ეს იყო ანუ ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და პლუს ჩინეთის თქვათ კოოპერაციის პლატფორმა, ესეც არ იყო რაღაც ინსტიტუციონალიზირებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც სხვათაშორის ჩვენ გვინდოდა გაწევრიანება, ბევრი წელია ამ საქართველოს ჰქონდა დაყენებული პირობა, მაგრამ თავდაპირველად როგორც ვიცი, ჩემი ინფორმაციით ჩინური მხარე იკავებდა თავს, ახლა როგორც ვიცი, მგონი ევროპული ქვეყნებიდან, რომელიც ზუსტად ვერ დავადგინე ჯერ, რომელი ქვეყნიდან არის გარკვეულწილად არ ვიცი, შეიძლება ითქვას თავის შეკავება და ამ 14+1 ფორმატში ჯერჯერობით საქართველოს ევროპულ ქვეყნებთან ერთად ჩინეთთან ურთიერთობის პლატფორმაზეც არ არის წარმოდგენილი. ანუ ეს გვინდა, ყოველ შემთხვევაში გვინდოდა, ახლა ძალიან რთულია ზუსტად იმის განსაზღვრა რა გვინდა და საით მივდივართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ როდესაც ვანგი იყო საქართველოში ჩამოსული, მაშინ სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად თხოვა მას მხარდაჭერა ამ ფორმატში გაწევრიანებისთვის. პრინციპში ხო, სამივე ქვეყანას ეს გვაქვს და პრინციპში რომ შევაჯამოთ და შემდგომ ალბათ უფრო კითხვებით უფრო გავშალოთ ეს იქნება მოლოდინები. მოლოდინები ძირითადად მაინც ყოველ შემთხვევაში წლების განმავლობაში უფრო მეტად იყო ეკონომიკური და ალბათ ლოგისტიკური, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით სამივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რიტორიკაში უფრო აქტიურად შემოვიდა პოლიტიკური მდგენელებიც. საქართველოსთან მიმართებით მიუხედავად ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის სხვათაშორის ეს ხელს არ გვიშლიდა არასდროს აღმოსავლეთთან ქონოდა კარგი ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში არ იყო ამაზე პრობლემა, თუ არ ჩავთვლით ბოლო წლებს, როდესაც ყველაფერს რაღაც ცოტა უფრო აგრესიული ხასიათი მიეცა და შესაბამისად უკვე ეს აღმოსავლეთთან ახლო ურთიერთობა ვიღაცებისთვის უკვე ითარგმნება ანტიდასავლური რიტორიკისა. შესაბამისად ახლა ამჟამად ჩვენი პრემიერი იქ არის, თვის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იქ ჩავა ვიზიტით, იდენტური თემაა სხვათაშორის სომხეთთანაც, რომელიც არა ვიცი, უცნაური, ძალიან საინტერესო მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკას ცდილობს ყოველ შემთხვევაში, როცა ტრამპის მარშრუტი გაიხსნა, ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ამავდროულად ჩანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების ყოველ შემთხვევაში ვერბალური სურვილი აქვს პაშინიანის ადმინისტრაციას. რაც შეეხება ბაქო ამ შემთხვევაში უფრო კომფორტულად არის, მას რაიმე დიდი ვალდებულება არც დასავლეთის, არც აღმოსავლეთის მიმართულებით არ აქვს. და ამ მიმართულებითაც ალიევის ადმინისტრაცია საკმაოდ მოქნილია და ცდილობს, ოღონდ ჩვენგან განსხვავებით ამ ორი სახელმწიფოსგან, რომელიც ჩემი ასეთ უფრო დაბნეული სტრატეგია გვაქვს პეკინთან მიმართებით, ბაქოს მუშაობა უფრო არის სისტემური, შედეგზე ორიენტირებული და ნაკლებად ხმაურიანი. ხო, მაგალითად ჩვენ ბოლო 2 წლის სტრატეგიას თუ შევადარებთ, რა ვიცი, ძირითადად მე უფრო ვერბალურ და საინფორმაციო კამპანიას უფრო ვხედავ, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებულ რაღაც სტრატეგიას, თუ არ ჩავთვლით უვიზო რეჟიმის შემოღებას, რომელიც უპირობოდ კარგია, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მე, ლევანი, არ ვიცი, კობახიძე, სააკაშვილი თუ რა ვიცი, ვადიკონადი ბაიძე პრინციპში ვეღარ ადგება და ვერ ჩევარნაძე, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს. ეს არის მნიშვნელოვანი და საბოლოო ჯამში რა გვინდა ჩვენ, ჩემი აზრი და ჩემი სურვილი იქნება, გქონდეს უფრო მეტად გაცნობიერებული ჩვენი სურვილები, ჩვენი საჭიროებები, თუნდაც თავისი წითელი ხაზებით, რომელიც ასევე აუცილებელია ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობით, მაგრამ ეს უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობა და არა რაიმე ტიპის ალტერნატივა, იმიტომ რომ ალბათ თუ გვინდა რომ ბოლომდე ავითვისოთ ჩვენი ის პოტენციალი, რა ჩვენი გეოგრაფიული მოცემულობიდან გვაქვს, ალბათ ეს არის ჩვენი ჰოლისტური მისია, რომ როგორც დასავლეთთან, პირველ რიგში და ასევე აღმოსავლეთთან გქონდეს კარგი, გააჩნია დონეები, ყოველთვის შეიძლება გამოყოფილი იყოს რა დონე და რა ხარისხის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნორმალური ან ნორმალურზე უკეთესი ან კარგი ურთიერთობა მაინც ხოლოდ ამ შემთხვევაში ალბათ მოახერხებთ იმ სიკეთეების, ასე ვთქვათ,
შათვისებას, რას იკეთებიც ახლავს თანამედროვე 21 საუკუნეში ახალი გლობალური და რეგიონალური აქტორების აღმოცენებას. თუმცა ამას აქვს თავისი ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას გამოწვევები და ამ გამოწვევებზეც ბუნებრივია აუცილებელია საუბარი და სწორედ ასეთი ლექციები ან თუნდაც ზოგ შემთხვევაში დახურული ფორმატში, სადაც უფრო შეიძლება გულწრფელები ვიყოთ ფორმატშიც ვალდებულებაა ჩვენი საზოგადოების რომ უფრო მეტი ვისაუბროთ ახალ რეალობაზე, სოფლიო აღარ არის ფუკუი ამას ისტორიის დასასრულში გაჭედილი ფაქტია, ჩვენ სხვა რეალობა გვაქვს, სხვა აქტორებია, ჩვენ ტრადიციული ცივილიზაციური პარტნიორებთან ერთად არიან ახალი სახელმწიფოები, რომლებთანაც ბუნებრივია შეიძლება საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა, ოღონდ აუცილებელია მეტი ინფორმაცია, მეტი გააზრებულობა და მეტი, ასე ვთქვათ, შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიის განხორციელება და არა რაღაც ის ყოველ 2-3 დღეში ერთხელ რომელიმე ქვეყნის ელჩთან შეხვედრა და შემდგომ საინფორმაციო გადმოცემაში ამის გადაცემა თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა. საქმე ლაპარაკის ნაცვლად როგორც ჩვენი ერთი წინა პრეზიდენტი ამბობდა ხოლმე. მეგობრებო, მე გადავაცილე სამწუხაროდ ჩემს ასე ვთქვათ ჩემს დროს ახლა თქვენს განკარგულებაში ვარ და თუ რაიმე კითხვა იქნება, რა მიმართულებაც ვერ მოასწარით რომ გაგვეშალა, გავშალოთ ცალ-ცალ. დიდი მადლობა შაკოს ამ მოხსენებისთვის, მეგობრებო, ჩინეთი უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური ძალაა და ეკონომიკური ფაქტორია, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შაკომ თავისი მოხსენების კვალდაკვალ ჩვენ ყველა ეტაპი მოგვატარა, ხო, დამოუკიდებლობის შემდგომი კავკასიისა ქართულ-ჩინური ურთიერთობები იქნებოდა ეს თუ ესე იგი რეგიონისა და ჩინეთის ურთიერთობები. ჩვენ ნახეთ აი ამ ხაზგალყევით მოხსენების მიმდინარეობის დროს თუ როგორ დაიწყო ყველაფერი აი პირველადი კონტაქტებით, თქვათ როგორ იყენებდა პრეზიდენტი შევარდნაძე თავის ძველ კავშირებს, რომ გასულიყო კონტაქტზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან, როგორი ცივი და გულგრილი იყო თავიდან ურთიერთობები და არაინტენსიური რაღაც იაფი საქონელით შემოსაზღვრული და შემდეგ უკვე ჩვენ გვანახა შაკომ უკვე სხვა ფორმებიც ამ ურთიერთობების, როცა ჩინური კომპანიები ხან ინვესტორების სახით არიან აქტიურები საქართველოში, ხან კი ხდებიან ხოლმე თავად გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების ორგანიზატორები, ანუ რაღაც ტენდერებს იგებენ და ამ ფორმით მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შაკოს მოხსენების ყველა ეტაპს თან ახლდა აი ეს შედარებითი ელემენტი, იგი ცდილობდა, რომ ყოველთვის შეედარებინა ურთიერთობების დინამიკა რეგიონის სამ ქვეყანას შორის, ხო, როგორი იყო ამ სამი ქვეყნის ურთიერთობები ჩინეთთან და ხედავთ თქვათ რომ არსებობს სფეროები სადაც საქართველოს საერთოდ არ არის აქტიური, თქვათ იგივე სამხედრო პროდუქციის შეწყიდვის თვალსაზრისით, მაგრამ არის სფეროები სადაც თქვათ მოწინავეები ვართ ხოლმე, თქვათ თავისუფალი ვაჭრობაში პირველად ჩვენ გადავდგით ნაბიჯი უიცოში და ასე შემდეგ. ანუ მშვენიერი და განსაკუთრებული პანორამა წარმოდგა დღეს ჩვენს წინაშე, შაკომ მონიშნა თემები, ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ ამ თემებიდან ჩვენთვის საინტერესო საკითხები ამოვარჩიოთ და დავსვათ შესაბამისი შეკითხვები. ასე რომ ეს მიკროფონი ღია გთხოვთ მანიშნოთ მეგობრებო ვის გაქვთ შეკითხვა. თამამად თუ თქვენ ჯერ მოსაფიქრებელი დრო გჭირდებათ, მაშინ მე ჯერ წავიკითხავ რეგიონიდან წამოსულ შეკითხვებს. გასაგებია. ხო, ერთი შეკითხვა უკავშირდება თუ შეუძლია ბატონ შაკოს უფრო ზუსტად გვითხრასო, აი სის მართლობა რა ცვლილებებს მოუტანს თვითონ ჩინურ საზოგადოებას შიგნით, ან უკვე მოუტანა. ხო, ანუ ეს სი არის განსაკუთრებული ფენომენი, განსხვავდება სხვა წინა მართველებისგან. აქ თავისი მართვის სტილი, აქ თავისი ფორმები, ხო, ქვეყნის ხელმძღვანელობის და აი ეს რა არის ეს ზუსტად
ნაცვლად. რითი არის C განსაკუთრებული და გამორჩეული? ხო, C-ის მმართველობაზე ალბათ ცალკე ლექცია დაგჭირდება, მაგრამ მოკლედ რომ შევაჯამოთ C უფრო შეიძლება ითქვას გაცილებით უფრო აქტიურია როგორც სოფლიო პოლიტიკაში, ასევე შიდა პოლიტიკის მიმართულებით. ის განსხვავებით მისი წინამორბედისგან, ვისი ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტიც იყო, ის არ ერიდება როგორც ხისტ, ამბიციურ და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ისეთ სარისკო გადაწყვეტილებებს. მოკლედ რომ ვთქვა, თვითონ C-ის მმართველობის ფაზებიც განსხვავებულია, მაგრამ 2012-დან 16 წლამდე, უბრალოდ 16-17 წლამდე C გამოდის როგორც ეკონომიკური გლობალიზაციის ძალიან უცნაურია, ხო, კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ეკონომიკური გლობალიზაციის, ასე ვთქვათ, მეხუთე, მათ შორის მისი სპიჩები რომ ვნახოთ დავოსის ეკონომიკურ საიტზე და ღია ვაჭრობის მხარდამჭერი ასე შემდგომ, მაგრამ როცა უკვე დონალდ ტრამპი მოდის 2016 წელს ხელისუფლებაში და იწყება სავაჭრო, ეგრეთ წოდებული სავაჭრო ომი, უკვე C-ის და C-ის ჩინეთის რეაქციაც ცოტა სხვანაირია. ის უფრო გაცილებით ხისტია რიტორიკაში, ქმედებებში დასავლეთთან, უფრო მეტად ძირითადად ალბათ უფრო შეერთებულ შტატებთან, და ალბათ რაღაც თვალსაზრისით ავსტრალიასთან, დანარჩენ ევროპასთან და დანარჩენ ქვეყნებთან ნაკლებად, ხო, კანადასთანაც, რომელიც დატოქსა ჯასტინ ტრუდო ერთ-ერთ შეხვედრაზე მისი პირადი საუბრების გასაჯირო. კი ბატონო, ეგ იყო, ყური აუწია მაშინ. ჯასტინ ტრუდოს და თვითონ მესამე ფაზა კიდევ უფრო განსხვავებულია, პოსტპანდემიური ჩინეთი, თითქოს შეიძლება ითქვას ქმედებებში განსაკუთრებით არაფერი შეცვლილა, მაგრამ ალბათ ეს სიხისტის ხარისხი და სახელმწიფოს როლი, ჩართულობა თუნდაც იგივე ეკონომიკურ თემებში, როგორც ეს უსაფრთხოების მმართველები, ცოტათი უფრო მარტივად და იმერულად რო ვთქვა, ცოტათი უფრო მოჭიმულია მისი მმართველობის ეს მონაკვეთი, ჯერჯერობით 100-ია. თუმცა მასაც უწევს ხოლმე ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი რეაქციის გათვალისწინება, თუნდაც მაგალითად 2022-23 წლებში ჩინურ საზოგადოება პირველად გამოვიდა აქციებით, როდესაც მათ აღარ შეეძლოთ ეს ჩაკეტვები, კარანტინები და ასე შემდგომ. მოკლედ რომ ვთქვათ, თვითონ C-ის ფაზებიც განსხვავებულია, ძირითადად ალბათ უფრო საინტერესოა ის, რომ ის სამწუხაროდ ბოლო მესამე ფაზაში რუსეთთან მიმართებით შეიძლება ითქვას გაცილებით უფრო ახლოა ვიდრე მაგალითად მისი წინამორბედები, თუმცა გინდა რუსეთი იყოს, გინდა ამერიკა, ფაქტია რომ დიდი სახელმწიფოები თუ ბოლო შეხვედრას ვნახავთ ბუსანში, მიუხედავად ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების ძალიან უცნაურ მომენტში ვდგავართ. განსხვავებით ცივი ომისგან, ამას მინდა ხაზი გავუსვა, როდესაც ძალიან მკაფიო იყო, სად იყო მოკავშირე, სად იყო, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე. თანამედროვე პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობები ცოტათი უფრო ისეთი ბუნდოვანია, იმიტომ რომ სახელმწიფოები ერთი ხელით, ასე ვთქვათ, ერთმანეთის შეკავებაზე არიან, ტარიფების ენით ერთმანეთს ესაუბრებიან და ასე შემდგომ, მეორე ხელით კიდე სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებს აფორმებენ და ვაჭრობის რაღაც ტექნიკურ დეტალებს აზუსტებენ. ალბათ ეს იქნება 21 საუკუნის მთავარი ხაზი, როცა ისეთი მკაფიო თითქოს აღარ არის მოწინააღმდეგესა და მოკავშირეს შორის, როგორც მაგალითად იყო ცივი ომის დროს. და ეს ცოტა რთული აღსაქმელია, მე როგორც ვხედავ ჩვენი პოლიტიკური და ზოგ შემთხვევაში ეკონომიკური ელიტისთვის, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ზოგჯერ გაჭედილები ვართ ხოლმე 91 წელს, როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი და ამერიკა იყო უნიპოლარიზმის ხანაში. ესე იქნება ალბათ პარალელურად ჩინეთიც და ამერიკა შეეცდება თავისი ინტერესების დაცვას ერთი ხელით, მაგრამ მეორე ხელით მიაღწევენ შეთანხმებას, როგორც ისევე მოხდა ბუსანში, იმიტომ რომ 21 საუკუნეში იმდენად მაღალია ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი, არც ერთ სახელმწიფოს ალბათ არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ავტარკიულად არსებობდეს. თუნდაც ეს ჩინეთი იყოს, ან თუნდაც მithumedes შეერთებული შტატები. დიდი მადლობა. კიდევ ბევრი შეკითხვა, მაგრამ მე ვცდილობ, რომ გამოვადნო რამდენიმე შეკითხვა, ყველას ვერ დავსვამ, დიდბოდის მოვუხდი ჩვენს მეგობრებს რეგიონებიდან. ერთი შეკითხვა უკავშირდება აი ამ ჩინეთის გლობალურ ინტერესებს. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთი მსოფლიოს ყველა კუთხით არის დაინტერესებული.
აი რამდენიმე წლის წინ მე მახსენდება ევროპული პრესა როგორ აშუქებდა აფრიკის ყველა ლიდერის თავყრილობას შუაგულ პეკინში, როგორ ეახლა მთელი აფრიკა ჩინეთს, ხო? ვიცით როგორი არის ჩინეთის მონაწილეობა, თქვათ, სამხრეთ ამერიკის, ვიცით არა ხსმენია სამხრეთ ამერიკის ეკონომიკებში იქ როგორ ცდილობს ადაპტირებას. აქ თავისი ტრადიციული ინტერესის სფეროები, როგორიც არის სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, არსებობს დიდი კონკურენცია ინდოეთსა და ჩინეთს შორის. მოკლედ, ჩინეთი ყველგან არის. და შეკითხვა უკავშირდება იმას, აი ამ რეგიონებს შორის როგორ ხდება პრიორიტეტების განაწილება და რომელი რეგიონია ამჯამად ჩინეთის საგარეო პოლიტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აი კავკასიის მიმართ ინტერესი რამდენად მეასეხარისხოვანია, ხო? ანუ რა დონეზეა კავკასიისადმი ინტერესი, ესე შეკითხვის ერთი ნაწილი იყო და მეორე ამ რეგიონებს შორის რომელს ანიჭებენ და რატომ პრიორიტეტს? მაგ მომენტში, ვთქვათ, ბევრი რომ ვთქვათ, ვიმკითხავთ, არის ასევე სტატისტიკა დაგვეხმარება ისე და ციფრები. პირველი ალბათ უნიშნელოვანესი არის უშუალოდ ახლოსამეზობლო, იმიტომ რომ ახლოსამეზობლო მიუხედავად მთელი სასაზღვრო იგივე იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და რაღაც ტიპის განსხვავებებისა, საკმაოდ მჭიდროდ არის აღმოსავლეთ აზია ინტეგრირებული და ეს თუ თქვენ გაივლით იგივე ჩინეთის, კორეის ან იაპონიის, თუნდაც სინგაპურის ქუჩებში ამას იგრძნობთ, იმიტომ რომ ინტეგრაციის დონე, როგორც მიმოსვლა, ეკონომიკა, ტრანზაქციები, ლოგისტიკა, ყველაფერი არის საკმაოდ გაცხოველებული. ალბათ პირველი პრიორიტეტი ბუნებრივია არის ახლოსამეზობლო, ხოლო მეორე პრიორიტეტი ალბათ მე ორ დონეს დავა ერთი, სადაც ასე ვთქვათ, ჩინეთს შეუძლია საკუთარი პროდუქცია მაღალ ფასებში, ასე ვთქვათ, გაასაღოს, ბუნებრივია ევროპა და განვითარებადი სახელმწიფო და ასევე ის ქვეყნები, რომლებიც მდიდრები არიან ბუნებრივი რესურსების, იმიტომ რომ დღეს რო ბოლო რამდენიმე თვეა და 2 წელია რომ საუბრობთ, ხო, რომ ეს იშვიათი მინერალები საიდან აღმოჩნდა ჩინეთის ხელში? ახლა ბუნებრივია ყველაფერი ჩინეთში არ მოიპოვება. მაგრამ ფაქტია ის, რომ ბევრი წლის განმავლობაში ბევრი ევროპული სახელმწიფო და კომპანია ამ უარს ამბობდა ამ შავ საქმეზე, იმიტომ რომ თითქოს თანამედროვე, ასე ვთქვათ, ეკონომიკური განვითარების იმ ეტაპზე, რა ეტაპზე ისინი იყვნენ, ეს აღარ მიიჩნეოდა ისეთ საკვანძო დარგებად, იმიტომ რომ მომსახურების სფერო, ჰაი-ტექი, ასე შემდგომ გაცილებით უფრო სხვა სფეროებიდან შეეძლოთ მათ გაცილებით მეტი ფულის კეთება და ჩინეთი იყო ის, რომელიც მარტივად რომ თქვა, მიძურებოდა ყველგან, მათ შორის ავღანეთშიც კი, სადაც იყო საომარი მდგომარეობა. შემდგომ აღმოჩნდა ის, რომ ერთ დღესაც მსოფლიომ აღმოაჩინა, რომ ყველგან წარმოდგენილი დაწყებული ავღანეთიდან გაგრძელებული ლათინური ამერიკით, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიით და აფრიკით ჩინეთი მოიპოვებს, შემდგომ მიაქეს ნედლი მასალა, გადაამუშავებს და მე უკვე იმას გაცილებით ძვირფასად ძვირად ყიდის დანარჩენ მსოფლიოს. აქედან გამომდინარე ალბათ მაინც პრიორიტეტების თვალსაზრისით პირველი სამეზობლო და მეორე პრიორიტეტი არის ორი დონეს ერთი და იგივე დონეზე დავაყენებდი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნები და ის ქვეყნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური პროდუქციის გასაღებისთვის, იმიტომ რომ ჩინეთის ეკონომიკური ტრანსფორმაცია დაფუძნებული იყო იმას, რომ ჩინეთი ყოფილიყო მსოფლიო ქარხანა. და მაშინ მაგალითად 90-იან წლებში პატარა მაგალითს გავიხსენებ, ამასთანაც საქართველოში ჩამოსული იყო ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე არსებული ერთ-ერთი საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელი, რომელთანაც რაღაც შემხებლობა მქონდა და ის საუბრობდა, რომ აი 90-იან წლებში ჩვენ მქონდა უკვე პენსიაში გასული ადამიანი, რომელსაც შვილებს გადააბარა თავის კომპანია, 90-იან წლებში ჩვენ მქონდაო, ასე ვთქვათ, კომფორტი, რომ არ გვეფიქრა გეოპოლიტიკაზე. ჩვენ მქონდა იმის კომფორტი, რომ ასე ვთქვათ, გვემუშავა ინვესტორებთან, გასაღების ბაზრები ფაქტობრივად იყო უპრობლემო, შესაბამისად ეს პოლიტიკური მდგენელი 90-იან წლების ჩინურ ეკონომიკას არ ქონდა ისე აქტიურად და ისე აგრესიულად, ხოლო დღეს მაგალითად
მე ჩემს შვილებს ყოველთვის ვასწავლი, რომ იმისათვის რომ ბიზნესი აკეთო და მით უმეტეს საერთაშორისო ბიზნესი აუცილებელია გლობალური პოლიტიკის ქონა, ცოდნა, იმიტომ რომ დღეს გაცილებით უფრო პოლიტიზირებულია ეს საერთაშორისო ეკონომიკური პროცესები, რაც მაგალითად მისივე თქმით, მე მის ასე ვთქვათ პერიფრას ვახდან 90-80 წლებში არ იყო და მათ გაცილებით უფრო ასე ვთქვათ კომფორტული სივრცე ჰქონდათ პროდუქციის გამოსაშვებად, გასაყიდად და ასე შემდგომ. ტარიფები რაღაცები ეს ასე ვთქვათ მაშინ არ იყო დღის წესრიგში. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რაც შეეხება საქართველოს. ხო, კიდევ ერთხელ ვახსენე, ბუნებრივია ჩვენ გვინდა ხოლმე რომ პეკინშიც, ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და კიდევ ბევრ დედაქალაქში ჩვენზე დარდითა და ფიქრით ათენებდნენ და აღამებდნენ. მაგრამ ნუ ბუნებრივი ასე არ ხდება. კავკასიის ქვეყნები მნიშვნელოვანი არის თუნდაც იგივე ლოგისტიკური მიმართულებით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ბუნებრივი რესურსებით ახლა ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებით, მაგრამ რაიმე თვალსაზრისით სასიცოცხლო მნიშვნელობა არც ერთ სამხრეთ კავკასიურ ქვეყანას პეკინისთვის არ აქვს, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვამტკიცოთ რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნები ვართ და ჩვენ თუნდაც იგივე ლოგისტიკური იქნება თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ვართ პეკინისთვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში, მაგრამ ობიექტურად ჩვენში რომ დარჩეს ეგეთი საკვანძო ბუნებრივია არც ბაქო, არც თბილისი და არც ერევანი არ არის ხოლმე პეკინისთვის. გასაგებია. და ბუნებრივია ვერც იქნება ალბათ ხო. კი ბატონო, აი ბატონ დავით, თქვენ გაქვთ ხო შეკითხვა. გთხოვთ რა რომ გაიგონონ იქაც, აი აქ რო გამოვბრძანდეთ მიკროფონთან. მე მესმის ისე რა ვიცი. არა, რეგიონში არ ეს. ბატონი დავითი გახლავთ ეკონომიკის დოქტორი, კავკასიური სახლის გამგეობის წევრი და კიდე ბევრი რეგალია აქვს, რომელიც აქ არ ითქმის. დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისათვის. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, აი ჩვენ რა გვინდა, რა არის ჩვენი ინტერესი და სად არის მართლა ის ხაზები, რომლებსაც ამ ურთიერთობებში არ უნდა ვლახავდეთ. აი ახლა ძალიან არის ჩვენს ინტერესებში, რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და დღე და ღამე ფიქრობდნენ ჩვენზე პეკინში, ეს ჩვენს ინტერესებში ნამდვილად ჩემი აზრით არ არის. აი სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით, როცა იდებოდა ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაშინაც გამოვთქვავდით ჩვენ გარკვეულ სკეპტიციზმს, როცა ლაპარაკი ამხელა ქვეყანაზე და შენ ხარ ასე პატარა და სუსტი. ეს ურთიერთობა ყოველთვის ასიმეტრიულია, რასაკვირველია, აგერ ჩვენ იმპორტ-ექსპორტის სალდოშიდაც კარგად ჩანს ეს ყველაფერი. მერე აი ეს მომსახურებები გამოცდილება, რაც არის ჩინურ კომპანიასთან საქართველოში, აი გზის მშენებელი კომპანიასთან ძალიან სავალელო ურთიერთობები იყო, განსაკუთრებით მუშახელისთან მოპყრობის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ ფრთხილად უნდა დავწონოთ. აი მაგალითად არსებობს თუ არა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში რამე დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენ სტრატეგიულ მიზნებს ჩინეთთან. ასეთი დოკუმენტი ალბათ არ არის. ღია წყაროებზე მე წესით რო ყოფილიყო აბსოლუტურად მეცოდინებოდა. ახლა დახურული წყაროებში კლასიფიცირებულად რა არის. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ურთიერთობებში. მით უმეტეს, როდესაც ხდება აი ესეთი აშკარა დისტანცირება დასავლეთთან და აგერ ჩვენი ხელმძღვანელობა ახლა პეკინშია და აღმოსავლეთისკენ იხურება ძალიან რბილად რო ვთქვათ, იხედება. ამიტომ ეს ურთიერთობები ძალიან გასააზრებელია, რა დოზით გვინდა ჩვენ ჩინეთი საქართველოში. აღარაფერს ვამბობ სხვა ისეთ ძალიან ფაქიზ საკითხებზე, როგორიც არის საუბრობთ დემოგრაფიული და ასე შემდეგ, რომელიც ასევე ძალიან გასათვალისწინებელია. აი ეს მინდოდა მეთქვა. კი, დიდი მადლობა ბატონ დავით სიფრთხილის
გამოჩენისთვის და მოწოდებისთვის. შაკო კომენტარი გექნებათ და შემდეგ თქვენ მოგწადით. აუცილებელი აი ეს ფაქტორი რომ ასე ვთქვათ გონივრული და გონივრული სკეპტიციზმი რაღაც დაფუძნებული არგუმენტებზე და არა რაღაც ეს თქო პრიმიტიული ქსენოფობია და ტრაიბალიზმი. ესეთი რაღაცები აბსოლუტურად სწორი მომენტუმია, მეც ვისურვებდი, რაზეც ვამბობდი, რომ ჩვენ აი ახსენა სტრატეგია, ხო, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ვხედავთ აი ესეთ თითქოს გაცხოველებულ ურთიერთობას, იგივე თუნდაც ჩვენი სტრატეგიული დოკუმენტი, ან ერთხელ მე ვსვამდი ხოლმე, ცოტა იმასაც დავიმოსავ, როცა კონფერენციებზე მიწევდა ხოლმე, რომ აი მაგალითად თითქოს ყველაფერი გვაქვს კარგად, ხო? და რატომ არის თავისუფალი, რატომ არის ეს ინვესტიციები ასეთი დაბალი? მე არ გამიგია იმისგან, ვისაც აქვს ამის ვალდებულება, რომ დასვას, ხო? თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ რატომ არ არის, ხო? რატომ არის მაგალითად ის რომ ჩვენი ექსპორტი შემცირდა, ანუ ამ ყველაფერს ინფორმაციულობა და ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი და გააზრებული, შედეგზე ორიენტირებული, იმიტომ რომ შეიძლება 20 ჯერ შეხვდე პროტოკოლურად ელჩს იქნება თუ ვიღაცას და შედეგზე ვერ გახვიდი, ან ერთხელ შეხვდე და იმან მოიტანოს მნიშვნელოვანი შედეგი. აქედან გამომდინარე რომ ვისურვებდი რომ ჩინეთთან ურთიერთობა, ну, ბუნებრივად ჩემთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებაა, ჩემი პროფესია მიუძღვენა, ხო, ამ საზოგადოებას, მაგრამ ეს იყოს ასე ვთქვათ გააზრებული და არა ვინმე ჯიბრზე დამყარებული, იმიტომ რომ ვინმე ჯიბრზე დამყარებული ურთიერთობა, რა ვიცი, როგორ შეიძლება იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში რთულია და გააზრებული, მეტი ინფორმაციით აღჭურვილი, ჩვენი მიღწევებით, გამოწვევებით, პრობლემებით და ასე შემდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარგი ვითარდება, ხო, სინოლოგია, რომ გამოვიკულიოთ ეს ურთიერთობები და რა დოზამდე შეგვიძლია მივიდეთ და როგორ წამოვიდეთ და ასე მიმართულებით რაღაც ისეთი ძალიან ზედაპირული და შაკომ ბატონ დავით ასევე თავის მოხსენებაში ახსენა თუ გახსოვთ ეს ეკონომიკური ატაშეს თანამდებობა და მისი ფუნქცია, ხო? აი ყველაზე თქვათ ერთ-ერთი არც ისე მაღალი რანგი, საიდანაც შეიძლება აი ამ ეკონომიკური ურთიერთობების დოზაზე, ინტენსივობის ხარისხზე შეიძლება ფიქრი დაიწყოს. კი ბატონო. ახლა ზუსტად მაგას მე არსად მომისმენია ბოდიში, არსად მომისმენია იმაზე საუბარი, რომ გასაგებია, კი ბატონო, რას მივახცეთ, რატომ ვერ მივახციეთ, რამ შეგვიშალა ხელი პირობითად, იმიტომ რომ მე იმ თემას რაც ჩემი რა ბევრი შეიძლება შესაძლებლობა არ მაქვს, როცა მაქვს ჩვენ მხარესთან კომუნიკაცია, სულ რა ხდება. თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, მაგრამ რატომ არის ის, რომ მაგალითად მალტას უფრო მაღალი თუ ნახავთ სტატისტიკას, მალტადან პირდაპირ, ну, გასაგებია შეიძლება პირდაპირ მალტადან არ იყოს, მაგრამ ჩინეთზე 10 ჯერ და 20 ჯერ პატარა ქვეყნებიდან უფრო მაღალია, მაგალითად FDI ვიდრე ჩინეთიდან. რა ხდება, ხო? ეს FDI-ის გაზრდაც არ არის თვითონ. არა, თვითმიზანი უბრალოდ ერთ-ერთი ფაქტორი, ხო, აი რაღაც ეს ფაქტია, რომ პრობლემას აზომი, რომ რაღაც პრობლემაა. თვითონ ექსპორტის მიმართულებით, ახლა დღეს გავიგე, რომ რაღაც ხათმის ექსპორტის უფლება რაღაც და სიმართლე გითხრათ, ბოლო წლებში მეც არ ვიცოდი, არასოდეს ვკითხულობ ეტიკეტს ხშირად, აღმოჩნდა, რომ ჩვენ თვითონ გაყინული ხორცი ამერიკის ბრაზილიის გარდა შემოგვაქვს ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთიდან და ცოტა ვერ გავიგე თუ იქიდან შემოგვაქვს გაყინული ხორცი ჩვენ რას ვყიდით, რა ეს რაღაც უცნაურია ხოლმე, რაღაც სად გვაქვს ჩინეთში გასაყიდი ქათამი, მაგრამ კი ბატონო, თუ საკანონმდებლო დონეზე მწვანე შუქი აერთვება ამას, რა ჯობია მას გისმენთ. მოგესალმებით, ელზა ბებია, კულტურული მემკვიდრეობის გიდი. მადლობა უპირველესად. შინოვანი გიდის ბახაში. მადლობას გიხდით დღევანდელი ლექციის და ლექციისთვის და საერთოდ თქვენს და თქვენს ასოციაციას იმ საქმიანობისთვის, რასაც თქვენ ამ მიმართულებით აკეთებთ. შაკო, მე ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ჩვენი მთავრობა ტურისტების მოზიდვის მიზნით ჩინეთში სარეკლამო კამპანიას აწარმოებს სამ ქალაქში თუ არ მეშლება. ეს ხო ახლა ყოფილა როგორც ვიცი რა. ახლა ამ წამს მიმდინარეობს ეს პროცესი პეკინში, შანხაი და შენჯენია თუ არ მეშლება მესამე ქალაქი. აი, რამდენად სერიოზული კამპანია არის, იმოქმედებს თუ არა თქვათ ეს ტურისტების ზრდაზე ჩინეთის მხრიდან და თუ გაიზარდა რაოდენობა, რამდენად არის ჩვენი ქვეყანა მზად სერვისების, სხვა ბევრი რამის მიმართულებით, რომ ამ რაოდენობის
ადამიანებს ცოტა დავხვდეთ. სპეციფიკური კითხვა იმ თვალსაზრისით, რომ ზოგადად წეღანაც ვამბობდი, რომ მიუხედავად ამ საინფორმაციო ერისა, ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია ჩინეთში სამწუხაროდ სამ თემს სტალინს, ღვინოსა და აგვისტოს ომს ხშირ შემთხვევაში არ ცდება სამწუხაროდ. ბუნებრივია ბოლო წლებში ეს ცნობადობა საკმაოდ გაზრდილია, რაც შეეხება, ხო, როგორც ვიცი, სამწუხაროდ ელზა არ ვიცი მასშტაბები, ვერ გეტყვით, რამდენად მასშტაბურია, მაგრამ მე რომ მაგალითად გადაწყვეტილების მიღები პირი ვიყო, არა მხოლოდ ეკონომიკის ატაშეს დავნიშნავდი, არამედ მაგალითად ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლობასაც გავხსნით, იმიტომ რომ ეს არის დაახლოებით ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ჩინელი გადის ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით მოგზაურობს. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. რაც შეეხება ჩვენ სტრატეგიას, რაღაცა ბუნებრივია კეთება, ვერ გეტყვით რამდენად მასშტაბურია, იმიტომ რომ ფიზიკურად ადგილზე არ ვარ, თუმცა ეს აუცილებელია. არა მხოლოდ ჩინეთს, სხვათა შორის მე ვისურვებდი, რომ მაგალითად სინგაპურიდანაც მაღალმხარჯვერიან, სხვათა შორის თაივანის თემაშიც არ ვიცი, ახლა ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ მათ მოქალაქეებს აქვს შემოსვლის უფლება. ჩვენ ძალიან ვურთულებთ შემოსვლას, არადა საკმაოდ მაღალ მხარჯველიანი სეგმენტია და ამ მიმართულებითაც სამუშაო შეიძლება. რამდენად ვართ მზად? ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა არც რესტორნის პრობლემა გვაქვს, არც ტურისტული ობიექტის და არც ტრანსპორტის, ალბათ ეს არის თვითონ ჩინურენოვანი გიდები, იმიტომ რომ წელს მაგალითად დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ განსხვავებით წინა წლებიდან მაღალი იყო მოთხოვნას და გაისათაც, რომ ძალიან ბევრი ჯგუფი ჩამოვიდა თვითონ ჩინური გიდითაც, ანუ ერთადერთი ქართული რა ვიცი, მგონი ავტობუსი და ეს იყო ხოლმე სასტუმრო ზოგ შემთხვევაში ზოგჯერ უკვე თავიანთ სასტუმროებსაც ხსნიან, ანუ ჩემი სურვილი იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე დარჩეს ადგილზე, ეს გიდის სახით იქნება, ტრანსპორტის სახით თუ სხვა მიმართულებით. ალბათ ეს არის, რომ ამ მიმართულებით გვაქვს გამოწვევა და ამ დონეზე არ ვართ მზად, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფო დიდად არ ინტერესდება ამ თვალსაზრისით, კი იცით ეგ, რომ გინდა ჩინელი გიდი ჩამოყვეს და გინდა დალაილამა, მე მგონი კაცშული ჩვენთან არ ამოწმებს ამას და ეგ პრობლემაა თორემ. კანონი ხო, კანონი ვიცით, ეგ თემა თქვენ მით უმეტეს, რომ მაგრამ რა ვიცი, ერთია კანონი, მეორეა მისი აღსრულება. რამდენად მოხდება ამ ყველაფრის აღსრულება? რომელ კანონს გულისხმობთ? ჩვენც რო გაგვაგებინოთ არაჩინურენოვანებს? შემოვიდა ჩემი დიდი ომის შედეგად, როგორც იქნა შემუშავეს კანონი სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ. თუ მაგალითად პიროვნება ატარებს გიდების სავალდებულო რეგისტრაცია, თუ პიროვნება ატარებს ტურს, რომელიც არ არის რეგისტრირებული, იქნება ეს ქართული თუ უცხოელი, ის არის დაჯარიმებული საწყის ეტაპზე 500 ლარით, შემდეგ უკვე და საბოლოო ჯამში მერე კანონის აღსრულებას ველოდებოდით ამ სეზონზე, გადადეს 1 წლით და იმედი გვაქვს, რომ ყოველ შემთხვევაში იმისიდან. ალბათ ეს ძირითადად პოლიტიკური ნება არის საჭირო, ყველაფრის გავაკეთება შეიძლება. ხალხზე რო არ დარჩეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო თემები გამოიკვეთა და ნელ-ნელა მეგობრებო მიუცეთ. უნდა კი, მივცემთ და შემდეგ უკვე დავასრულოთ. გთხოვთ? გესალმებით. ზურაბ რუხაძე, პირდაპირ ვიტყვი, უფრო თავის მოსმენელი, სხვა ისეთი არაფერი განსაკუთრებული. მე მაქვს ესეთი შეკითხვა, ძალიან საინტერესოა თქვენი მოხსენება, ძალიან ინფორმაციული და ცოდნის მხრივ ძალიან საინტერესო. თქვენ უფრო ილაპარაკეთ უფრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ძირითადად მეტი აქცენტი ხაზი და რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებზე და გავლენებზე, ცოტა ისე ნიუანსურად შეეხეთ. მაგრამ მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა, უფრო კულტურულ და პოლიტიკურ გავლენებზე და მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა, რომ აი ერთ-ერთი მთავრობის წევრმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ აი მაგალითად ჩინეთი არის მის მაგალითი, რომ ის არ ითხოვს ჩვენგან რაღაც პოლიტიკურ ზედმეტ გავლენას, რაღაც ესე იგი თავისი გავლენა მოგვახვიოს, თავისი ტრადიციების, თავისი შეხედულებების, ვინმე თქვა დასავლეთი, რომელიც პირდაპირ ლამის კულტურულ ექსპანსიას, ესე იგი ჭყალებს შეწყვეტა კულტურული ინტერვენციას ახდენს თუ ჩვენს მიმართ, ხო? და ნუ სანაცვლოდ დასავლეთი არ დებს იმდენ ინვესტიციას, იმდენ თანხას, რამდენსაც დებს ჩინეთი.
და ჩინეთი ამ მხრივ მარტო ეკონომიკური კუთხით არის დაინტერესებული და აი რა ვთქვათ რა უფრო ცლად რო ვისაუბროთ პოლიტიკურ და ასე ტიპის კულტურულ გავლენებზე. აი ბატონ მახსენა რო სტრატეგიული მიზნები რა არისო და ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანში ხო არ წერია დაუშვათ ის რომ ეს სივრცე სფეროც მოიაზრება აი კულტურული და პოლიტიკური გავლენისა ჩინეთის. მადლობთ. კი ბატონო. ხო, გასაგებია პოლიტიკურ თემებზე, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი ურთიერთობის სამივე ქვეყნის ასე ვთქვათ ხაზი ეს იყო ეკონომიკური და აქედან გამომდინარე პოლიტიკურად ბოლო რამდენიმე წელია რო უფრო გააქტიურდა ამ მხრივ ორმხრივი ურთიერთობები სამივე ქვეყანასა და პეკინს შორის. რაც შეეხება ის ხო რატო ამბობენ? ძირითადად ზოგადად რატომ არის ჩინეთი კომფორტული ორი ტიპის მმართველობა. ერთი ის არის რომ ვისაც მასთან აქვს ახლო ეკონომიკური ურთიერთობები, კარგად ფაჭობს. ერთი მეორე არის ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც მთლად დემოკრატიულობით არ გამოირჩევიან და კომფორტულია ბუნებრივია ჩინეთის მსგავს დიდ აქტორთან ურთიერთობა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩინეთი ასე ვთქვათ არ ერევა შიდა საქმეებში. მას არ აქვს ინტერესი პირობითად აქ გზის გადაკეტვისთვის დაიჭერენ ვინმეს თუ რაღაცა კანონი შემოვა და არასამთავრობო ორგანიზაცია, მას თვისობრივად სხვა ასე ვთქვათ პოლიტიკა აქვს. შესაბამისად ეს დეტალები რაც მაგალითად კოლექტიურ დასავლეთს აინტერესებს, იმიტომ რომ შეიქმნეს ლიბერალური დღის წესრიგი იმის რომელიც ყოველთვის ბენეფიციარი ჩვენ ვიყავით, მაგრამ ეს არ არის 100%-ით ბუნებრივია ცუდი, იმიტომ რომ რაღაც სუვერენიტეტს თუ დებ იმის მაგივრად იგივე თუნდაც ევროკავშირში გაწევრიანებით ვას შემდგომ იღებ ძალიან ბევრ ბენეფიტს, როგორც ტექნიკურს, ასევე უსაფრთხოების და ასევე ბევრი მიმართულებით. შესაბამისად ის მიზეზი ალბათ რატომაც მაკუთხით გამოხატავდა არ ვიცი რომელმა მათგანმა თქვა ეგ რაღაც, მაგრამ სავარაუდოდ არის ის რომ კომფორტულია რომ შიდა საქმეებში ფაქტობრივად ვერ ნახავთ ჩინეთის მიერ გამოთქმულ რაიმე ტიპის კომენტარს თუ ის მასთან არ არის რაიმე კავშირში. შესაბამისად მას აქვს ესეთი პოლიტიკა რომ ის ურთიერთობს იმასთან ვისაც აქვს ლეგიტიმაცია და ძალა. ანუ ვინც არის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი. ეს იქნება პირობითად დღეს პარტია ნომერი დაუშვათ 41 თუ ხვალ პარტია ნომერი 57 თუ 56. ამას ასე ვთქვათ ეგზისტენციური მნიშვნელობა არ აქვს ჩინეთთან მიმართებით. ბუნებრივია, რაც უფრო კარგი ურთიერთობა ექნება პეკინთან ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, მათთვის ეს უკეთესია, ეს ლოგიკურია, მაგრამ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, რომ აი 2015 თუნდაც 15, 16, 17 წლებში როცა ვეცნობოდი ჩინურენოვან აკადემიურ ლიტერატურას, მათთვის საქართველოს პოზიცია იმ დროინდელი საკმაოდ საინტერესო და პოზიტიურად იყო ასე ვთქვათ აღწერილი, ანუ რას გულისხმობ? ქვეყანა რომელმაც DCFTA გააფორმა ბრიუსელთან, ქვეყანა რომელმაც FTA გააფორმა პეკინთან და ქვეყანა რომელსაც ყველასთან აქვს კარგი ურთიერთობა. ეს ჩინური მკვლევრებმა საკმაოდ კარგად იყო, პოზიტიურ რანგში იყო აღწერილი და მე ერთსაც გეტყვი რომ ერთ-ერთი ასეთი პატარა ინვესტიციაც კი განხორციელდა, უბრალოდ ეს ერთი პატარა მაგალითია, როდესაც გავიდა უფრო სწორად სანამ გავიდოდა ბრექსიტამდე იყო ეს ერთ-ერთმა კომპანიამ საქართველოში გადმოიტანა თავისი წარმოება, რომ ევროკავშირში შესაბამისი დაბალი გადასახადებით და ანუ თუნდაც გადასახადების გარეშე გაეყიდა, იმიტომ რომ ჩინეთიდან საკმაოდ ასე ვთქვათ ძვირი ჯდებოდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა მე როგორც ვჯერა არ არის ის, რომ ვინმეს ალტერნატივა იყოს პირიქით. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მაგალითად დასავლეთთან ურთიერთობა გავეფუჭო ჩინეთის ასე ვთქვათ ხარჯზე, ან თუნდაც შეიძლება ითქვას პირიქითაც. და ის რატომღაც რიტორიკაში ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ თემებთან ერთად შემოვიდა ეს პოლიტიკური მდგენელი, ალბათ არის ის, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება რასწლებით კომფორტულად გრძნობს თავს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობით, რომელი ქვეყნებიც მას მაგალითად არ მისცემენ თუნდაც არც მეგობრულ და არც არამეგობრულ შენიშვნას შიდა საქმეებში მისი საქციელების და გამო. ეს არის და ეს ალბათ ლოგიკა და მთავარი ხაზი მათი ამ სიმპათიისა. დიდი მადლობა. ისე ეკონომიკა ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს და ხანდახან აღარც არის საჭირო პოლიტიკურ ზედნაშენში ჩარევა და იქ რაღაცების არევა. მეგობრებო, ხომ არა გაქვთ შეკითხვა? გთხოვთ. და შემდეგ დავასრულოთ. კი ბატონო.
რიგში მე ვარ ხადი შალხანაშვილი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი, მეოთხე კურსელი და რა მაინტერესებს თქვენი პირადი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. ახლა როგორ ფიქრობთ, მაგალითად ჩინეთის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური მოდელი ახლა კავკასიისთვის შეიძლება იყოს განვითარების შესაძლებლობა თუ სუვერენიტეტის გამოცდა? რაც გულისხმობთ ჩინეთის მიერ ანუ ის მოდელი, რაც ჩინეთს ამჟამად აქვს საკუთარ ტერიტორიაზე? ხო, სხვათაშორის ეგ საინტერესო თემაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ცოტა კორექცია შევიტანთ თქვენ კითხვაში, არსა და არავისთვის არ შეუთავაზებია ჩინეთს საკუთარი, ასე ვთქვათ, განვითარების მოდელი. ზოგადად ეს სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით, ეს არის საკმაოდ ისეთი რთული, კომპლექსური და უნიკალური მოდელი, რომელიც განვითარდა კონკრეტული პოლიტიკური, კულტურული, ცივილიზაციური, მმართველობითი ფაქტორების შედეგად უშუალოდ ჩინეთში და მისი მსგავსი შეიძლება ითქვას არის ვიეტნამში. დანარჩენი არსად მსგავსი მოდელი არ ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე ჩვენ სამივე ქვეყანა ვართ რესპუბლიკა მეტნაკლებად ლიბერალურ, რა ვიცი, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული, თუმცა შენ შემთხვევაში ფეოდალიზმისა და კრონიკ კაპიტალიზმის ნიშნებით. მე ვერ ვხედავ მაგალითად ჩინური ეკონომიკური მოდელის პრაქტიკულ გამოყენებას ჩვენთან, ან პრაქტიკაში როგორ შეიძლება, მაგრამ აქ არის ერთი მიდგომა. სხვა შორის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ქონდა მოხსენება, არსებობს სელექციური მიდგომა, შეგვიძლია ჩვენ მაგალითად მინი პოლიტიკურ დონეზე, იმიტომ რომ ეს ალტერნატიული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა, რაც ჩინეთმა შექმნა, ბუნებრივია ჩვენს ცივილიზაციურ ოჯახთან შეუთავსებელია, მაგრამ იქ არის რაღაც მინი ტიპის პოლიტიკები, ანუ მიკროპოლიტიკურ დონეზე, თუნდაც იგივე ზოგ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის მართვის მიმართულებით, ურბანისტიკის მიმართულებით, ამ დონეზე, ანუ მიკროპოლიტიკის დონეზე შეგვიძლია რაღაც თვალსაზრისით მაგალითად გამოცდილება შევისწავლოთ პირველ ეტაპზე და შემდგომ შეგვიძლია გადმოვიღოთ, მაგრამ ზოგად დონეზე ახლა სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით, სხვა შორის ამას თვითონ ჩინელები ხას უსვამენ, რომ ეს არის უნიკალური მოდელი, რომელიც მათ შექმნეს საკუთარი მაგალითისთვის და მაგალითზე და ეს არ არის, ასე ვთქვათ, საექსპორტოდ გამზადებული უნივერსალური მოდელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთ ფაქტორებს მოიცავს, დაწყებული კულტურული, მენტალურიდან გაგრძელებული პოლიტიკური და ეკონომიკური, რაც სხვაგან ალბათ რთული იქნება და ჩინეთს ამ შემთხვევაში დასავლეთისგან განსხვავებით არ აქვს იმის რაღაც აქტიური მეცადინეობა, რომ მისი მოდელი სადმე დანერგოს. მაგრამ მიკროპოლიტიკის დონეზე ვფიქრობ, არის მთელი რიგი, ასე ვთქვათ, თუნდაც იგივე თავისუფალი ვაჭრობის ზონების ფუნქციონირება, ტექნოლოგიები, აი ურბანისტი ამასთანავე რატო ჩავაჯინდი ამ ურბანულთმა, შანხაი, თბილისი არის, რა ვიცი, რამდენჯერ დიდი, 20-ჯერ დიდი რაოდენობრივად, მაგრამ ერთი კვირის წინ ვადარებდი ზუსტად და 20 მილიონიან ქალაქში გაცილებით ნაკლები საცობია, ვიდრე მაგალითად ჩემი სახლიდან აქამდე. ესეც გამოცდილება ამ მიმართულებით შაკო 45 წუთით ადრე მოვიდა დღეს. მე გამოვედი და ვიყავი, იმიტომ რომ შესაბამისად ხო ის პარკინგი რომ სადღაც მანქანა მყავს, არ ვიცი, მე მგონი იქეთ სადღაც წანისის ველზე დაყენებული არბა თუ მივაგენი კარგია ამის შემდგომ. ამიტომ ეს მიმართულება მიკროდონეზე ბუნებრივია შეგვიძლია ჩვენ რაღაც თემები გადმოვიღოთ, მაგრამ ზოგად დონეზე ეს მოდელი არის უშუალოდ სპეციფიკურად ჩინეთისთვის შექმნილი ჩინელებისვე მიერ, შესაბამისად მისი ასე ვთქვათ პირდაპირი კალკი ალბათ შეუძლებელია და მით უმეტეს არაეფექტურიც. დიდი მადლობა შაკოს და მეგობრებო, ერთი განცხადება, ხვალ ჩვენ გვექნება ჩვენი სესიის უკაცრავად ბოლო ლექცია, გვყავს ძალიან საპატიო სტუმარი, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია ეს სტუმრობა, ხვალ ჩვენ გვეწევა ჩვენს პლატფორმაზე ბატონი პროფესორი ვივადი გაფაროვი, იგი გახლავთ აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი და სპეციალურ ლექციას წაიკითხავს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების შესახებ, აქცენტს ძირითადად დასვავს თეატრზე, მოგეხსენებათ თბილისი, მთელი კავკასიის სახელოვნებო დედაქალაქიც იყო მე-19 საუკუნეში და სწორედ მაშინ ამ ქალაქის ქუჩებში გაიბა ეს თანამშრომლობის ძაფები ორ ერს, ორ ხალხს შორის. და ამავდროულად, ვინაიდან ბოლო ლექცია გვექნება
ასე ვთქვათ, ჩვენი სერტიფიკატების განაწილების ღონისძიებაც, ასე რომ ხვალ თქვენი მოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის ბოლოს უკვე ჩვენ ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებთ, რომელშიც თქვენს გარდა ჩართული იქნებიან კიდე 4 ქვეყნის წარმომადგენლები. ასე რომ დატვირთული თვეგველის და დიდი მადლობა შაკოს, რომ ამ დატვირთული თვის დასაწყისში თავისი ჩინური წესრიგით და სიმშვიდით და თანმიმდევრობით და თანმიმდევრულობით აღბეჭდილი ლექცია წაგვიკითხა და მოგცა ბიძგი, რომ ეს თვე ბოლომდე მივიყვანოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას.